კი ბატონო. მოკლედ ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ყოფილიყო საკუთარი თავის შეცნობა და მოტივაცია. შესაბამისად, გადავწყვეტეთ, მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომ პიროვნულ განვითარებაზე გვესაუბრა დღეს. ეს თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ტრენინგი, ეს არის მასტერკლასი, საჯარო ლექცია, სადაც ზოგადად მოგეწოდებათ ინფორმაცია, თუ რა არის მოტივაცია, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოტივირებულები ვიყოთ, როგორ შევიმეცნოთ საკუთარი თავი, როგორ ვიყოთ უფრო თავდაჯერებული ადამიანები და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მადლიერებას. მოკლედ, ძალიან ცუდია, რომ Zoom-ს არ აქვს ეს პარალელური რეჟიმი, იმიტომ რომ ბავშვები შემოიტანეთ ყოფილად. კარგი. მოკლედ, პირველი თემა გახლავთ, ვინ ვარ მე? საკუთარი თავის შეცნობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შევიმეცნოთ რეალურად შინაგანი სამყარო, ხო? მე მაინტერესებს, ოდესმე თუ გიკითხავთ თქვენ საკუთარი თავისთვის, ვინ ვარ მე? მოდით ესე მოვიქცეთ, რადგან ძალიან ბევრი ვართ. შეიძლება ამ ძალიან დიდი დრო წაიღოს და მთელი დღის განმავლობაში მოგვიწევს აკყოფნა და არ მინდა რომ არც თქვენ დაიღალოთ და არც ფრიანად რაღაცა ზოგადად მოგვიწევს აქ ყოფნა. ამიტომ გამოვიყენოთ ჩატი. ანუ ყველა ვიცით ხო ჩატის გამოყენება. რეალურად ჩატში დავწეროთ თუ ვინმეს რამე პასუხები გვაქვს და შესაბამისად ჩვენი ორგანიზატორი ამ შემთხვევაში მოდერატორად ჩემი დამხმარე რო იყოს ერთ-ერთი ორგანიზატორი, იმიტომ რომ არ მინდა რომ მე პირდაპირ პასუხების შედეგად რაღაც დიდი დრო დავკარგოთ. ამიტომ ჩატში რო დაწეროთ პასუხები და შესაბამისად მე რო ამოვიკითხოთ იქიდან პასუხები. თუ დამეხმარებით ამაში. კი ბატონო, მე ამოვიკითხავ ყველაფერს, რასაც დაწერენ ჩატში. კი ბატონო, კიდე შემოდიან ბავშვები და არ მინდა რომ ვინმე გამორჩეს ამ ყველაფერს. მოკლედ, ვინ ვარ მე? თუ გიკითხავთ, ოდესმე საკუთარი თავისთვის. მე ხა გავაგზავნებ საუბარს ამ თემატიკას ამოვწურავ და შემდეგ წავიკითხოთ უკვე პასუხები, ხო? მაგალითად მე ვარ და რადგან ყავს დედმამიშვილი, ხო? მე ვარ შვილი, რადგან ყავს მშობლები, ვარ ცოლი, რადგან ყავს მეუღლე, ვარ დედა, რადგან ყავს შვილი და ასე შემდეგ, ხო? უამრავი როლი არსებობს ადამიანის ცხოვრებაში, ინდივიდუალურადაც შეიძლება განიხილოთ ეს ყველაფერი და სტანდარტულადაც. ან ცხოვრებაში ბევრი გაურკვეველი სიტუაციები არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ვინ ვართ. სანამ არ გავაცნობიერებთ ვინ ვართ და რა გვინდა. ყოველთვის ჩვენი გარეგანი მოთხოვნილებები და სტანდარტული მოქმედებებით შეიძლება გავიაროთ ეს გზა. იმათ რომ ვინც იპოვა საკუთარი თავი, გაცილებით უფრო ბედნიერი ადამიანები არიან, ვიდრე იმათმა ვინც ვერ იპოვა საკუთარი თავი, ანუ ამ შემთხვევაში ორი მიმართულება არსებობს. მე ვიპოვე საკუთარი თავი, ან მე მინდა რომ ვიპოვო საკუთარი თავი, ხო? და ისინი ძიების პროცესში არიან. იმათ რომ ვინც იპოვა საკუთარი თავი, შეუძლიათ იცხოვრონ თავიანთი ფასეულობების და სურვილების შესაბამისად, იმიტომ რომ იციან რა უნდათ, სიტუაციის და შესაბამისად მოქმედებენ, იმიტომ რომ არ არის მარტივი გავიგოთ ვინ ვარ ჩვენ, ამას სჭირდება გამოცდილება, ამას სჭირდება საკუთარ თავთან ბევრი მუშაობა, ამას სჭირდება რომ ვინდოთ საკუთარ თავს და ვიყოთ ბევრად უფრო თავდაჯერებული ადამიანები. ანუ რეალურად ახლა მაგალითის მსგავსად რომ მოვიყვანოთ, შედარება მოვახდინოთ, მაგალითად სახლის შეძენოს გეგმა, ანუ შესაძლებელია რომ საქართველოში იმდენად არ იყოს ეს ყველაფერი შეფასების სპეციალისტები, აი მაგალითად ბინის შეფასების სპეციალისტი, სახლის შეფასების სპეციალისტი, თუმცა აუცილებელია ეს ყველაფერი, ხო? მაგალითად გეგმოთ ბინის შეძენას. რომ არ მოვტყუდეთ რაღაც დეტალებში, სახლის შეფასების გვჭირდება შეფასების სპეციალისტი, ხო? ჩვენ შეიძლება რაღაცა გარეგნული შეფასებით შევაფასოთ ეს ბინა და არ დავაკვირდეთ რაღაცა ხარვეზებს, ხო? იმისთვის რაღაცა ვიზუალურად მოგვეწონა ეს სახლი ან ბინა. ამიტომ, როცა ჩვენ სპეციალისტს დავიქირავთ, ამ შემთხვევაში ის მოგვაწვდის ზოგად სურათს იმ ხარვეზების შესახებ, იმ პრობლემების შესახებ, რაც შეიძლება ამ ბინაში არსებობდეს, ხო? ამის შემდგომ ვიღებთ ჩვენ გადაწყვეტილებას, მაგალითად, ვიყიდით ამ ბინას, თუ დავიწყებთ რაღაცა ახალი სახლის ძებნას, ხო? ასევეა ჩვენ შინაგან სამყაროში. ნახეთ, შედარებას იმიტომ ვახდენ, რომ შინაგან სამყაროში, როცა ჩვენ თვითონ ვაფასებთ საკუთარ თავს, ასევე გვჭირდება სხვა ადამიანების შესაფასებლად. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც შეუძლია
ზოგადი სურათი დადოს საკუთარი თავის შეფასების, იმიტომ რომ მე შეიძლება რაღაცას ისე არ ვფიქრობდეს სწორად და შეიძლება ვიღაცა მეგობარმა ახლობელმა შემისწოროს, ხო? მithras რომ რაღაცა შენ შეცდომას უშვებ ამ შემთხვევაში, ხო? ამ ყოველთვის გაანალიზების შემდგომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სხვა ადამიანები გვჭირდება იმისათვის, რომ შეაფასონ ჩვენი მოქმედებები, ჩვენი დამოკიდებულებები და ხასიათი და ქცევები, რეალურად ჩვენ თვითონ ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას. საბოლოო გადაწყვეტილება არის ჩვენზე. თუმცა უნდა მოусმინოთ სხვა ადამიანებს, გავიგოთ რას ფიქრობენ ეს ადამიანები ჩვენზე, გვაქვს რამე დადებითი თუ უარყოფითი მხარეები, ან არის ისეთი რამ, რაც აღიზიანებს სხვა ადამიანებს ჩვენიდან გამომდინარე, ხო? რით ვართ ამ ეტაპზე უკმაყოფილო, ეს უნდა გავარკვიოთ. და რა შეიძლება იყოს ამ უკაცრავად ერთს ჩაგაჭრებით, ანუ თავარმა ორგანიზატორმა მომწერა, რომ თუ 40 წუთის შემდეგ გაითიშა, ისევ ხელახალი ლინკით რომ შემოვიდნენ ბავშვები და ასევე თქვენც. კი ბატონო, ამაზეც შევთანხმდით და მითხრეს, რომ გარკვეულიაო. კარგი, არა უშავს. ნუ არ ვიცი, ესე მითხრეს მე. კაი, დავამატებ ბავშვებს კიდევ შემოდიან და კი ბატონო, მოკლედ ჩვენ რა უნდა ვიცოდეთ ამ შემთხვევაში? ერთი რამ, რომ იდეალური ადამიანები არ არსებობენ ამ შემთხვევაში, ხო? ეს ზოგადი წარმოდგენაა, რომ ვიღაცა შეიძლება ვიღაცის იდეალი იყოს, ან იდეალური ადამიანები არსებობენ, შეიძლება ვთქვათ, იდეალურთან მიახლოებული ადამიანები. თუმცა იმას არ ნიშნავს, რომ იდეალური ადამიანები რადგან არ არსებობენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მივისწრაფობდეთ საკუთარი თავის გაუმჯობესებისკენ, ხო? უნდა გამოვყოთ ის მნიშვნელოვანი ფაქტები, რითი უნდა დავიწყოთ და რის გაუმჯობესებას ვისურვებდით, მაგალითად ახლა რა ეტაპზე ვართ და რის გაუმჯობესებას ვისურვებდით მომავალში, ხო? სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ პასუხების გაცემა, ვინ გვინდა ვიყოთ. აუცილებლად უნდა ვიყოთ გულწრფელი საკუთარ თავთან. აი დამიჯერეთ, როცა საკუთარ თავთან არ ხართ გულწრფელები, ხო? და ამ შემთხვევაში ვატყუებთ, ხო, საკუთარ თავს, ანუ რა გამოდის, ვერ ვითარდებით. და ბრუნდებით ისევ იმ ეტაპზე, რა ეტაპიდანაც დავიწყოთ ეს ყველაფერი. სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ადამიანები რაღაც არჩევანს ინსტინქტურად ვაკეთებთ, ხო? ან რაღაცა სტანდარტულ მოქმედებებს ვაყნობით, რასაც ყველა ადამიანი აკეთებს და მარტივად რომ თქვა გვეზარება, ან რაღაცების გაკეთება გვეზარება და გვირჩენიო რომ რაღაც მარტივი გზა არ ვირჩიოთ. ამ დროს არ ვიკითხებით ჩვენს ქვეცნობიერს, ხო? უნდა კი მას საქმის ასეთი განხორციელება რა, როგორც მე ვახორციელებ ამ საქმეს, ხო? რას ნიშნავს არჩევანის გაკეთება? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია გავაკეთოთ, ან არ გავაკეთოთ ის, რა ჩაფიქრებული გვაქვს. ანუ ჩვენზეა დამოკიდებული ეს არჩევანი. ჩვენ ვიქნები წარმატებული თუ არ ვიქნები წარმატებული, ეს ჩვენზეა დამოკიდებული და არა სხვა ადამიანებზე ნამდვილად არ არის დამოკიდებული, იმიტომ რომ არავის და არაფრის გამოარყის უარისხმა ჩვენს მიზნებს, ხო? აი სწორედ აქ არის ჩვენი როლი დიდი, რომ ჩვენ შევიმეცნოთ საკუთარი თავი და აქედან დავიწყოთ საკუთარი თავის განვითარება. მაგალითად, გვინდა რომ პროფესია შევიცვალოთ. აი მაგალითად, ავიღებ ერთ-ერთ ფაკულტეტს, ეს სამართლის სპეციალობაზე ვსწავლობ და უცებ მივხვდით, რომ ეს არ არის ის, რაც მე მინდოდა, ხო? ეს ჩვენი არჩევანია. ჩავაბარებთ თავიდან გამოცდებს და ან გადავიტანთ სხვა ფაკულტეტზე საბუთებს თუ დავჩვენთ ისევ იმ ფაკულტეტზე, ხო? მაგრამ ნახეთ, უყურეთ, რამდენი მიზეზი არსებობს იმისათვის, რომ ჩვენ ისევ იქ დავჩეთ, ხო? რაღაც ან გვეზარება, ან გვეშინი, ან რაღაცა ძალიან ბევრი თანხა დავხარჯეთ, წლები დავკარგეთ, შეიძლება თავიდან ვერ დავიწყოთ ეს ყველაფერი, ამდენი წლის მერე როგორ შევძლება ამ ყველაფერს. მაგრამ ნახეთ, აი აქ არის სწორედ ჩვენი როლი დიდი. ნახეთ, თქვენ საპირისპირო პასუხები უნდა გქონდეთ საკუთარ თავთან. რომ თქვენ მთელი ცხოვრება ამ პროფესიით ვერ იმუშავებთ, არ იქნებით პროდუქტიული. ეს იქნება თქვენი ყოველდღიური რუტინა და შეასრულებთ იმას, რასაც დაგავალებენ და არა თქვენი აზრი შეიძლება არავის არ დააინტერესოს, ხო? ამიტომ მნიშვნელოვანია ავირჩიოთ ის პროფესია, რომელიც შემდგომში ჩვენს ხობად იქცევა. ჩვენ საყვარელ საქმიანობად იქცევა და არ დაგვეზარება იქ წასვლა და ყოველ წუთას არ მოგიწევს საათზე ყურება, რომ როდის გავა სამსახურიდან, ხო? ამიტომ მნიშვნელოვანია ეს არგუმენტები მოვიყვანოთ საკუთარ თავთან, რომ ჩავახშოთ ის ნეგატიური ხმა, რომელიც გვიბიძგებს იმისკენ, რომ დავრჩეთ იმ არასასურველ პროფესიაზე. საკუთარი მოქმედებები საფასებლად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გვჭირდება სხვა ადამიანები, ხო ესეა?
ამიტომ აუცილებელია შემოვიკრიბოთ ირგვლივ ისეთი ადამიანები, რომლებიც დაგვეხმარებიან საკუთარი ქმედების შეფასებაში. ანუ ვკითხოთ მათ ჩვენი დადებითი უარყოფითი მხარეების შესახებ, ვკითხოთ როგორი მეგობარი ვართ, ხო, მოვისმინეთ მათი პასუხები, რას ვაკეთებთ არასწორად, რას ვაკეთებთ სწორად და ამ პასუხების შემდგომ შევძლებთ დავისახოთ გეგმა, რომლის მეშვეობით გვეცოდინება, საიდან უნდა დავიწყოთ საკუთარი თავის განვითარება. ანუ და მინდა გითხრათ კიდე რომ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის გარეშე გამორიცხულია რამეს ისე მივაღწიოთ, რამეს როგორც ჩვენ ჩაფიქრებული გვაქვს. რამდენ ტრენინგსაც არ უნდა დაისწროთ, რამდენ მასტერკლასსაც არ უნდა დაისწროთ, რამდენი წიგნს არ უნდა წაიკითხოთ, სამოტივაციო ფილმებს უყუროთ, სანამ თქვენ თვითონ არ ჩაერთვებით პრაქტიკულად ამ მიმართულებებში, ხო? ძალიან რთულია გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები. აი მაგალითად საჭმლის მომზადებაზეც ხო ეს შორიდან რო უყურებ რაღაცა შეიძლება ისე ვერ მოამზადო ხო აი ნამცხვარი ან რაღაცა საჭმელი ხო შენ თუ სანამ პრაქტიკულად არ ჩაერთვები ამ ყოველს შენით არ მოამზადებ მანამდე ვერ გაიგებ ამ ყოველს კარგად აკეთებ თუ არა ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გამოავლინოთ მაქსიმალურად საკუთარი შესაძლებლობები ჩვენ იმის ხარჯზე რომ შევიმეცნოთ საკუთარი თავი თუ საკუთარ თავს არ შევიმეცნებთ და საკუთარი თავიდან არ დავიწყოთ განვითარებას ყოველთვის მოხდება ისე რომ ვიღაცამ შეიძლება გმართოს ამიტომ თუ არ გვინდა რომ ვიღაცამ გმართოს უნდა ვიცოდეთ საკუთარი თავის ფასი შევაფასოთ საკუთარი თავი და უნდა ვენდოთ საკუთარ თავს მე მაინტერესებს თუ არის ახლა პასუხები მონაწილეობა თუ დაწერეს იქ პასუხები იმასთან დაკავშირებით თუ უკვე შეიმეცნეს საკუთარი თავი ვინ ვარ მე სინამდვილეში და ასე შემდეგ ამოვიკითხოთ თორე და შემდეგ იმაზე გადავიდეთ ახლა კიდე გორმეტებით უკაცრავად სლაიდზე ამბობენ რომ არ ჩანს ყველა ერთი და იგივე წერს პირადშიც და აქაც და კი ამი ეხლა ჩანს აი მას ეკრანზე დია ჩანს და რომ დაუდასტუროთ ბავშვებს კიდე მე მგონი ერთი შემოდის. აი ყოველთვის ვინ შემოდის და მე მგონი დავადასტურებ. კი ბატონო, თუ არის ჩატი ამოვიკითხოთ შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ. შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ, უბრალოდ ვინ ვარ მე, თავისთვის დავუსვავ თუ არა, მან დედანი კითხვაზე პასუხი რომ კი. სხვა არაფერი. კი ბატონო, უბრალოდ კითხვა, ზოგადად კი დაგვისვამს და პასუხები არ მეგვიყია, ანუ კითხვები დაგვისვამს საკუთარი თავისთვის და პასუხები არ მეგვიყია. კაი, დავადასტურე ესენი და შემდეგი ეტაპი ეს არის თვითშემეცნების მნიშვნელობა, ანუ რა არის თვითშემეცნება და რეალურად თვითშემეცნება ეს არის საკუთარი თავის დაკვირვების შესაძლებლობა. შემდეგი ბავშვები და დავამატოთ. ой. კი ბატონო. მოკლედ თვითშემეცნების მეშვეობით შეგვიძლია უფრო მეტი ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს ქცევებზე, ხასიათზე, დამოკიდებულებებზე. ისევ არ ჩანს სლაიდი. არ ჩანს სლაიდი. თავიდან გააზიარეთ აბა და წესით უნდა გამოჩნდეს, იმიტომ რომ აი всё, ახლა ჩაოლებროთ, კარგი, ახლა კარგი. კი ბატონო. ჩანს ხო? ახლა აღარ. კი ბატონო. მოკლედ, მეტი ხამე შემოვიყან და მოკლედ, ეს არის სლაიდის თვითშემეცნების მნიშვნელობა, რა არის თვითშემეცნება? თვითშემეცნება ეს არის საკუთარი თავის დაკვირვების შესაძლებლობა და არა უშავს ახლა თუ არ გამოჩნდება და თუ ესე ჭედავს და რაღაცა, მაშინ მე ვისაუბრებ და თუ შემდეგი თემა რაც იქნება და რაღაც აქტივობა რაც იქნება, იქიდან ის ვქნათ, რა ქვია, ჩავთვალთ სლაიდი. წარმოიდგინეთ, როცა თქვენ აღჯერათ საკუთარი შესაძლებლობების, ხო? წარმოიდგინე არ გაქვთ რა შეგიძლიათ. შეძლებთ თუ არა შეეჭიდოთ რთულ საქმეებს, იმიტომ რომ ეხლა როცა მე არ მჯერა საკუთარი თავის, როგორ შეიძლება ვიღაცა მენდოს, ხო? ან თუნდაც სამსახურში ამიყვანოს, როცა იცის რომ მე მერყევი ადამიანი ვარ და ისე ვერ ვაკეთებ
საქმეს როგორც უნდა გავაკეთოთ. სანამ გავერევით სხვადასხვა დამოკიდებულებების, ქცევების და ხასიათის ადამიანებში და მოვემზადოთ, ხო? მომზადება რაც გულისხმობს. გულისხმობს იმას, რომ უნდა შევიმეცნოთ საკუთარი თავი. ანუ საკუთარ თავთან საუბარი და ჩვენი შინაგანი სამყაროს შეცნობა დაგვეხმარება იმაში, რომ გავერიოთ სხვადასხვანაირ ადამიანებში. ანუ მარტო გავერიოთ სხვადასხვანაირ ადამიანებში არა. ანუ დავისახოთ რაღაც მიზანი, რომელიც დაგვეხმარება წარმატების მოტანაში. ანუ ჩვენ ვიცით, რომ ეს თვით შემეცნება ძალიან კარგია, თუმცა გონიო რომ ეს ყველაფერი არის წარმოუდგენელი, ხო? მაშინ როგორ უნდა გავზარდოთ ეს ჩვენ თვით შემეცნება ბოდიში? თვით შემეცნების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია სწორი კითხვები დავსვათ. ანუ ყოველთვის კითხვებზეა დამოკიდებული ჩვენ რამდენად მივიღებთ სწორ პასუხებს, ხო? იმის ნაცვლად, რომ ჩვენ დავსვათ რატომ კითხვა, მაგალითად რატომ ვერ ვახერხებ შევასრულო ეს საქმე უფრო ეფექტურად, ხო? იმის ნაცვლად, რატომ დავსვათ, უნდა დავსვათ კითხვა რა. ნახეთ, რა მიშლის ხელს იმაში, რომ მე ვერ ვასრულებ ამ საქმეს, ხო? აი, ნახეთ უკვე როგორ შეიცვალა ეს ყველაფერი, სიტყვა რატომ შეცვალა რა, სიტყვა რამ შეცვალა რატომ და ამ შემთხვევაში დავიწყეთ უკვე მიზეზების ძიება. რა მოგცა ის მეთოდი, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ შემთხვევაში აღმოვაჩინოთ მიზეზები. ეს მიზეზების აღმოჩენა შემდგომში უკვე დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენ უკვე ეს მიზეზების ეს პრობლემები აღმოვხვრათ, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი პირველ რიგში ეს არის მიზეზი და მეორე არის უკვე პრობლემების აღმოჩენა, ხო? თვით შემეცნების გასაუმჯობესებლად ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ სხვა ადამიანებს რა არ მოსწონ ჩვენში, ხო? აი მაგალითად მე პირადად საკუთარ თავში არ მომწონდა ის რომ ვიყავი ზედმეტად ემოციური ადამიანი, ხო? ეს ზედმეტად ემოციურობა ხელს გვიშლის ძალიან ბევრ რამეში. აი მაგალითად ხელს გვიშლის იმაში, რომ საზოგადოებაში აღსაქმელი ადამიანები ვერ ვიქნებით, ხო? ცხელგულზე მიღებული გადაწყვეტილება ვერაზოს ვერ იქნება სწორი გადაწყვეტილება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის ვაკონტროლოთ ჩვენი ემოციები და ჩვენი სხეულის ენა. ეხლა მე რო რაღაცას მტკიცებით ფორმაში გავუნებით, ხო? და ჩემი თვალები გეუნებათ არას, ხო, რაღაცაზე. ეს რაღაცა საპირისპირო თემაა და ყოველთვის უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ სხეულის ენა და ეს ვერბალური ენა ყოველთვის დავხვეწოთ და შეუსაბამოთ ერთმანეთს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებაში აღსაქმელი ადამიანები ვიყოთ და ჩვენ გვენდონ ეს ადამიანები, ხო? ყველას გვაქვს რაღაცა ნეგატიური არსებობს უნაკლო ადამიანი, ხო, რაღაცა. მაგალითად, გაიგეთ, რომ ვიღაცები თქვენსა საუბრობენ ზოგს უკან, რომ თქვენ ბევრი ოპერატი გიყვართ და შეწუხებულები არიან იმით, რომ ამდენს საუბრობთ, თუმცა არ უნდათ, რომ ეს პირისპირ გითხრან. არსებობს ამისთვის რაღაც რამოდენიმე მიზეზი, ან თქვენი დაკარგვის ეშინიათ, ან კიდევ უკვე რაზეც ვისაუბრე ემოციაზე. ეშინიათ იმის თქვენ როგორი დამოკიდებულება გექნება ამ ყოველფრის მიმართ, ანუ როგორ გამოხატავ ამ ემოციას ამ ადამიანების მიმართ. ამ შემთხვევაში ესეთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ. თქვენ რას მოიმოქმედებით ამ შემთხვევაში? ანუ ეგრევე კამაძე გადახვიდოდით, ჩხუბს დაიწყებდით ამ ადამიანებთან თუ ჩაუფიქრდებოდით საკუთარ თავს. ამდენი ადამიანი რატო ფიქრობ ჩემზე ასე რომ მე რაღაცას არასწორად ვაკეთებ, ხო? მე ვაღიზიანებ ამ ადამიანებს, ხო? ჩაუფიქრდებოდი საკუთარ თავს და მათი თვალი დავინახავდი საკუთარ თავს თუ ეგრევე კამაძე გადავიდოდი. მოდი ესეც ჩატში დავწეროთ ეს პასუხები და მე განვაგრძელებ და შემდეგ ამოვიკითხოთ ეს და განვაგრძელებ. აუცილებელია მივიღოთ ნებისმიერი უკავშირი, იქნება ეს ჩვენს ხარვეზებთან დაკავშირებული თუ ჩვენს წარმატებულ გამოსვლასთან თუ ნებისმიერ რამესთან, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენ გავიგოთ და სწორად განსაზღვროთ ის თუ რატო ღიზიანდებიან ადამიანები, თუ რა შეცდომა დაუშვით ჩვენ ამ შემთხვევაში და არასდროს არ უნდა ვთქვათ უკავშირზე უარი, იმიტომ რომ ეს ჩვენი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და იმისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ იმ ადამიანებსაც გავუგებთ, ხო? იმისაც, რომ ჩვენი გონება იყოს უფრო მოქნილი და შეგვეძლოს სხვადასხვა თემებში გარკვევა და საკუთარი აზრის დაფიქსირება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხა მაგალითად თუ საზღვარგარეთ სამართალზე აბარებს ადამიანი, როგორც ჩვენთან არის ისე არ ხდება, ანუ სისხლის სამართალი და სამოქალაქო სამართალი ეგრე არ ხდება, ხო? ჩვენთან ეს ყველაფერ ჩიკები ვართ ეს ქართველები და ყველაფერს ვითავსებთ, ხო? იქ სისხლის სამართალი იქნება თუ მაგალითად სამოქალაქო სამართალი, ეს დაყოფილია ეს ყველაფერი და სამეზობლო სამართლის იმას რო კითხო რაღაცა სამოქალაქო სამართალში რაღაც რომელიმე მუხლი ან რაღაცა გეტყვის, ეს მე არ მეხება და მე ვიწრო სპეციალობით ვარ და მიდი და ვისი სპეციალობაცაა იმას კითხებ, ხო? ანუ რეალურად ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაცეებში ვერ ყვევოდეთ, ხო? ანუ ზომიერად ვერ ყვევოდეთ რაღაცებში, ანუ ჩვენი პროფესია ზოგადად გქონდეს შემეცნებული და ვიყოთ პროფესიონალები, მაგრამ რაღაცეებში მაინც უნდა ვერ ყვევოდეთ ზომიერად.
ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ნებისმიერი უნარი, რომელსაც გამოვიმუშავებთ, იქნება ეს ტრენინგზე დასწრება, მასტერკლასები, ღიაკარის დღეები თუ სხვა კომპეტენტური ადამიანების მიერ გაცემული რჩევები ძალიან მნიშვნელოვანია და ნებისმიერი რამის შესწავლაზე არაფერზე არ თქვა თუ არის. თუნდაც ეს არ ეხებოდეს თქვენს პროფესიას, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში დაესწარით იმ ტრენინგებს თუ მასტერკლასებს თუ ნებისმიერი რაღაციდან თქვენ შეგიძლიათ რაღაცები ამოკრიფოთ და სხვადასხვა უნარები შეიძინოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და შეიძლება დილას გაიღვიძოთ და იფიქროთ, რომ რასაც გუშინ ვერ ფიქრობდი, რომ მე ის მის ნიჭი არ მქონდა, ხო? დღეს ვფიქრობ, რომ მე შემიძლია ამის გაკეთება და ეს ძალიან კარგია. მე არ ვფიქრობ, ზოგადად უნიჭო ადამიანები არსებობენ, იმიტომ რომ თუ ადამიანი მოინდომებს, ყველაფრის უნარის სწავლა შესაძლებელია, იმიტომ რომ მონდომება არის ყველაზე მთავარი ადამიანებში. თუ არის პასუხები ჯგუფში, მე ბავშვებს დავამატებ მანამდე და რატომღაც პასუხები არ არის ჯერჯერობით ჩატში. კი ბატონო. კარგი, თავს იკავებენ პასუხებზე. არაუშავს. ბოლოში პატრეტის დაფა მაქვს მოზადებული და იმედი მაქვს, რომ იმაშიც აქტიურად ჩაერთვებთ. ანუ არ მინდა რომ მარტო მე ვისაუბრო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ვართ და ზოგადად მასტერკლასზე საჯარო ლექციებზე ესე არ ხდება ხოლმე რაღაცა ორმხრივი ხშირი კავშირი, თუმცა ძალიან კარგი იქნება, რომ ეს ჩატში მაინც დავწეროთ რაღაცა პასუხები თუ კითხვები გაქვთ ამ თემატიკას ამემართებით, ესენიც დავწეროთ, რომ მე ხელი არ შეგვიშალოს და ზუსტ დროს დავასრულოთ ეს ვებინარი, რომ თქვენც არ დაიყავოთ შემდეგში. კი ბატონო, თქვენი შემდეგი თემა იყო, ეს იყო мотиваცია. ანუ мотиваცია ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამე პიროვნულ განვითარებაში, რაც გვეხმარება მიზნის დასახვაში, ხო? ვისაც კი ოდესმე დასახული ქონია მიზანი, ალბათ მიხვდება, რომ მიზნის მისაღწევად მხოლოდ სურვილი არ გმარა, ხო? მიზნის მისაღწევად აუცილებელია, რომ გქონდეს გამძლეობა და მოთმინების უნარი. და ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ დაბრკოლებების გადალახვა ხომ მოგვიწევს. мотиваცია ეს არის მნიშვნელოვანი რამ, რომელიც აღძრავს ჩვენში სურვილს რაიმეს კეთებისკენ, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია мотиваცია იმისთვის, რომ ჩვენ რაღაც მიზანს მივაღწიოთ, რომ რაღაცა მიზანი დავისახოთ, ხო? არსებობს როგორც მრავალმხრივი мотиваცია, ასევე ინდივიდუალურად შეიძლება განვიხილოთ ეს мотиваცია, იმიტომ რომ ყველა ადამიანი სხვადასხვანაირია, ყველა ადამიანს სხვადასხვა ხასიათი გააჩნია, ხო? და შესაძლებელია მე ინდივიდუალური мотиваცია მქონდეს. ანუ შეიძლება ჩემი мотиваცია, რომელიც მე მიქმნის мотиваციას და მაძლევს საშუალებას, რომ მიზანი დავისახო, ვიღაცა შეიძლება ამ мотиваციით დემოტივდეს. ანუ არის შემთხვევები, როცა დემოტივაციას ვიქნით ჩვენ თვითონ ადამიანები, ხო? ძალიან ბევრი შემთხვევაა ამის, რომ ხდებით დემოტივირებულები. რას ნიშნავს დემოტივირებულები? ეს შეიძლება იყოს რაღაცა ფრაზებით წარმოთქმული, მე არასდროს არაფერი არ გამომივა, რამდენჯერ ვცადე და აზრი არ აქვს, სხვა თუ არ გამოვიდა, მე რატომ უნდა გამომივიდეს და ასე შემდეგ. თუმცა ამ შემთხვევაში არსებობს მეორე მოსაზრებაც, ხო? სხვა ადამიანებსაც შეუძლია გავხადონ დემოტივირებულები და ძალიან ბევრია ეს შემთხვევებიც, იმიტომ რომ მაგალითისთვის რატომ მოკიდე ამ საქმეს ხელი, ტყუილად ვცდილობ, შენ კი არა, მაგალითად ვიღაცას გვადარებენ, ხო? შენ კი არა ეგერ იმას არ გამოვიდაო, ანუ გვადარებენ ვიღაც, რომ შენზე უკეთესია და არ გამოვიდა და შენ რატომ უნდა გამოგივიდეს, ხო? ანუ გამოდის ამ ადამიანებმა ჩვენზე მეტი იციან, ხო? ჩვენ შესაძლებლობებზე. ასე არ ხდება, იმიტომ რომ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, რომ იმაზე მეტი რაც ჩვენ ვიცით საკუთარ თავზე, ვერაზოს ვერ ეცოდინება სხვა ადამიანს, ხო? ამიტომ არის აუცილებელი ეს საკუთარი თავის გაცნობა და შემეცნება, რომ გარეგნული თვისებებით არ ვიმსჯელოთ საკუთარ თავზე, ხო? იმაზე მეტი უნდა ვიცოდეთ საკუთარ თავზე, ვიდრე ამას სხვები ამბობენ, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია და არავის და არაფრის გამოარღეს უარის თქმა მიზნებზე და უნდა იცოდეთ, რომ როცა შეიმეცემ საკუთარ თავს, ვერასდროს ვერ დაგაბკოლებთ ვერავის სიტყვა. თუ მერყევი ვართ რაღაცა გადაწყვეტილებაში, შეიძლება იმაში დავკოლდეთ, ხო და გავჩერდეთ და არ გავაკეთოთ ის საქმე. მაგრამ როცა უკვე დარწმუნებული ვართ საკუთარ თავში, ვერავის სიტყვა ვერ მოახერხებს ამ ყოველს, ხო? მაგალითად, მიიღეთ რაღაც გადაწყვეტილება, რომ კონკურსში უნდა მიიღოთ მონაწილეობა, იქნება ეს X ფაქტორი, voice თუ არ აქვს მნიშვნელობა, მაგალითად, სიმღერის განხრით, ხო? ამ დროს ვიღაცა თქვენი ახლობელი ნაცნობი მეგობარი
გეუბნებათ, რომ მაგალითად შენ იქ რა გესაქმება, ხო? აი სახში რომ მღერი, იმას კი არ ნიშნავს, რომ შენ იქაც შეძლებდნენ და იქ შენზე ბევრად ძალიან ჭირი ადამიანები არიან და ეს არის შემთხვევა, როცა ორი შემთხვევა არსებობს, ხო? როცა თქვენ ხართ საკუთარ თავში დარწმუნებული, არავის და არავის არ უსმენთ, ხო? გადიხართ და ცდით ამ ყოველობას. მე რა რომ ვერ გაიმარჯვე კონკურსში, ხო? შენ გინდა ეს ყველაფერი რომ გააკეთო და გადიხარ და ცდი ამ ყოველობას. მაგრამ როცა არ ხარ დარწმუნებული საკუთარ გადაწყვეტილებებში, არ ხარ დარწმუნებული საკუთარ თავში, 99% შენ მერყეობას იწყებ და არ გადიხარ ამ კონკურსში, ხო? აუცილებელია ჩვენი შესაძლებლობების ხარჯზე. ადამიანს უამრავი შესაძლებლობები აქვს. აი არ არსებობს რომ ეხა ადამიანს რაღაცა თითქოს ერთი ამბობენ რომ ადამიანს რაღაცა ერთი ნიჭი მაინც გამოყვაო, ხო? ანუ ერთი ნიჭი კი არა, თუ მოვინდომებ ძალიან ბევრ ამის გავაკეთებ პარალელურ რეჟიმში, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი შესაძლებლობების ხარჯზე გავხდეთ უფრო მოტივირებულები. აი მაგალითად მე როცა ვსწავლობდი უნივერსიტეტში, მაშინ არ მქონდა იმდენი გამოცდილება იმ ბაკალავრზე როცა ვიყავი და გავბედე და რაღაცა მერის ასისტენტის პოზიციაზე გავაგზავნე რეზიუმე, მაგრამ როცა ეს ვთქვი, ანუ როცა გაბახმოვანი ეს ყველაფერი მითხრეს, რომ შენი გვინა გიყვანს, ანუ იქ ისეთი კონკურენცია, შენ პირველ ეტაპსაც კი ვერ გადალახავ და აი ეგრევე რომ მერყევი ხარ შენს გადაწყვეტილებებში და ჩერდები, ანუ არ გადიხარ არსად, ხო? აი, всё, დავნებდი იმ შემთხვევაში, არ გავედი არსად. რატო დავნებდი? იმიტომ დავნებდი, რომ არ ვიყავი საკუთარ თავში დარწმუნებული, არ ვიყავი ჩემს გადაწყვეტილებებში დარწმუნებული და ეს უბრალოდ რაღაცა ზოგადად მქონდა ეს გადაწყვეტილება მიღებული და ვიღაცის ხმა მიმოქმედა ჩემზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავს ვენდოთ, ხო? საკუთარი შესაძლებლობის გამოვლენის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია, რომ უფრო ბევრად უფრო თავდაჯერებული ადამიანები გავხდეთ. მაინც როგორ უნდა გავხდეთ მოტივირებულები, ხო? აი ზოგადად როგორც უკვე აღნიშნე, ქართველები ყველაფერს ჩეკები ვართ მეთქი და გვინდა რომ ყველაფერი ერთად მოვასწროთ და გავაკეთოთ. გვაქვს რაღაცა მიზნები დასახული, ხო? და რამოდენიმე საქმეს ვაკეთებთ ერთად. ზოგადად ისეთი რამეა, რომ როცა რამოდენიმეს ერთად აკეთებ და ყურადღება ცალ-ცალკე ანაწილებ ამ ყველაფერს და ერთზე არ ხარ კონცენტრირებული, ძალიან რთულია რაღაცები იდეალურად შეასრულო, ხო? შენ როგორ გინდა ესე შეასრულო, ხო? ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ ერთ მიზანს მივყავთ ხელს და იმას მივიყვანთ ბოლომდე და როცა უკვე თქვა და მიზნის მწერალზე ავალთ და უკვე ამ მიზანზე ეს მიზანი მიღწეული იქნება და ავალ მიღწეულ მიზანს მორჩებით და ეს უკვე წარსულში იქნება დარჩენილი, გადავალთ მეორე მიზანს. ანუ ეს ეტაპობრივი სხვა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ეს არის წარმატება. წარმატება ეს ხო განმზობითი პროცესია და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ეტაპობრივად გავაკეთოთ ეს ყველაფერი, ხო? და ზოგადად ყველგან ამას ვიშველიებ ხოლმე, ძალიან მომწონს ეს სიტყვები და ეხაც გამახსენდა მაიკლ ჯორდანის სიტყვები, ცნობილი კალათბურთელის, რომელიც თქვა, რომ 9000-მდე შანსი მქონდაო და წავაგე 300-მდე თამაში 26-ჯერ მეგონა რომ თამაშის გადამწყვეტი ბურთს ჩავაგდებდიო, თუმცა შევწდიო და სწორედ ეს თითოეული მარცხი მხდიდაო წარმატებულსა და ეს სწორედ ესეა, თითოეული მარცხი, თითოეული შეცდომა ხდის წარმატებულს, ანუ თუ ამ ყველაფერს სწორად შევხედავთ, ხო? თუ სწორი კუთხით დავინახავთ ამ ყველაფერს, ჩვენ აუცილებლად მივალთ იმ ეტაპამდე, რა ეტაპზეც უნდა ვიყოთ, ხო? რეალურად. თუ მარცხი, თუ არ დავეცით, თუ შეცდომა არ დაუშვით, ხო? ძალიან რთულია, ხა ზოგადად იტყვიან ხოლმე, რომ ბრძენიო სწავლობენო იმაზე, რა ქვია, სხვის შეცდომებზე, ან არ არის მარტივი სხვის შეცდომებზე სწავლო, დამიჯერეთ, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ძალიან რთულია მოერგო სხვის შეცდომებს, ხო? იმის გზა შეიძლება სხვანაირი გასავლელი იყო და ჩემი სხვანაირი იყო და ამიტომ არ არის მარტივი, ამას ჭირდება გამოცდილება, ამას ჭირდება ძალიან ბევრი გზის გავლა იმისათვის, რომ სხვის შეცდომებზე ისწავლო და აი საკუთარ ჭკვიანი სწავლობენ საკუთარ შეცდომებზეო და ვისწავლოთ საკუთარ შეცდომებზე, რომ შემდგომში უფრო განმავითაროთ და ხარისხობრივი იყოს ეს ჩვენი განვითარება. მოტივაციის ძალიან კარგი საშუალებაა ვიპოვოთ ეს შთაგონების წყარო. აი მაგალითად მე მოტივირებულს ხდიან ის ადამიანის წარმატებული ადამიანები, რომელსაც არაფრისგან შექმნა ყველაფერი, ხო? არაფრისგან ყველაფრის შექმნა ეს იმ ადამიანების პრეროგატივა, რომელსაც მიაღწიეს ეტაპობრივად წარმატებას. მიუხედავად იმისა, რომ მათ არაფერი არ გააჩნდათ, იზრუნეს იმაზე, რომ მიაღწიათ იმ მიზნისთვის და თუ ბავშვობაში არაფერი არ ქონდათ და რაღაცა თინეიჯერობაში არაფერი არ გააჩნდათ, დღეს ისინი წარმატებულ ტოპეულში არიან, ხო? რეალურად თუ ჩვენ
როცა შთაგონების წყარო დაგიჭრეთ იმ წარმატებულ ადამიანებს და გავხდებით ისეთი ადამიანები, რომ სხვებისთვის დიდი მოტივატორები გავხდეთ. ხო, აი, ჩვენი მოქმედებები თუ შთაგონებენ სხვებს, იოცნებენ უფრო მეტი, ისწავლონ უფრო მეტი, აკეთონ უფრო მეტი და გახდნენ უფრო მეტი, ჩათვალეთ, რომ თქვენ ხართ ძალიან დიდი მოტივატორი და სხვა ადამიანები თქვენს მიერ გავლენ გზაზე ისწავლიან იმ შეცდომებზე და რეალურად ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ცხოვრებაში, იმიტომ რომ როცა სხვა ადამიანი გბაძავს რაღაცაში, ხო, შენ რაღაცისთვის მიგიღწევია ამ ცხოვრებაში, ეს ძალიან დიდი წარმატება. ან წარმატება ეს ინდივიდუალურად განისაზღვრება ადამიანების ცხოვრებაში და ეს არ არის მარტო რაღაცა თქვათ როგორც სტივ ჯობსმა მიაღწია და შექმნა ეს რა ქვია კომპიუტერული გამოგონება გამოიგონა რა ქვია კომპიუტერი ეს იფლი და მისი წყალობით გვაქვს დღეს, თუმცა შესაძლებელია რომ სხვა ადამიანები როცა ხედავენ ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ძალიან კარგი იქნება რომ მათაც დაინახონ ის სწორად გადადგმული ნაბიჯები და მე მინდა რომ ეხა თქვენ გაგიზიაროთ რაღაცა პატარა ვიდეო, თუ ეს ფილმი არ გაქვთ დანახები ბედნიერების კვალდაკვალ, გირჩევთ რომ უყუროთ, იმიტომ რომ ნახოთ, იმიტომ რომ ძალიან კარგი ფილმია და სწორედ იმაზეა მოცემული თუ არ უნდა დავნებდეთ და სხვები ყოველთვის გვეტყვიან იმას, რომ ჩვენ რატომ უნდა გამოგვიდეს თუ სხვას არ გამოვიდა, ეხლა ბევრს არ გავაგზავნებ საუბარს და ლინკს ჩავაგდებ და გავაზიარებ ეკრანს. ეს ყველაფერი მიჭედავს. თუ გამოჩნდებათ მითხარით, იმიტომ რომ უამრავი რამე მაქვს გახსნილი და თედო არველაძე გეკითხებათ ფილმიდან ბედნიერების კვალდაკვალ ყველაზე მეტად რომელი მონაკვეთი მოგწონთო? ბატონი ხო? და შემდეგ დანარჩენებსაც წავიკითხავ, რასაც წერენ. ჯერ ვიდეოს უყურეთ და მერე გავცეთ კითხვის პასუხი. ძამი. ჩანს ეკრანზე? დიახ. პროფესიონალი გავხდები. პროფესიონალი. კარგი. ალბათ. ჩემს ავიდი თამაშებ. რაც ხდება ხოლმე. კარგად ნამდვილად არ თამაშობდი. საბოლოო ჯამში ალბათ ჩემს ისეთი მოთამაშე იქნები, როგორიც მე ვიყავი. თუმცა ბევრ სხვა რამეში წარმატებას მივახცე. არ მინდა დღე დაღამ ბურთით თამაშობდე. კარგი? კარგი. გაჭედა. მire. მოგისმინე. არ მიზადქობინო რომ რამე არ შეგიძლია. თუნდაც მე. კარგი. შენს ოცნებას. ოცნებას უნდა გაუფრთხილდე. როცა რაღაცას თვითონ ვერ აკეთებენ, გეუბნებიან რომ შენც არ შეგიძლია. თუ რამე გინდა ამისთვის იბრძოლე. წერტილი.
ზავეთით. კი ბატონო. მოკლედ ეს იმიტომ ავირჩიეს მონაკვეთი, რომ სწორედ ასწავლის შულს იმას, რომ თავიდანვე ბავშვობიდანვე უნერგავს იმას, რომ აუცილებელია შენს ოცნებებზე უარი ართვა, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ვინ დასვა კითხვა, რომ გამიმეოროთ სახელი? ეხლავე თედო არველაძე გეკითხებათ ფილმიდან ბედნიერების კვალდაკვალ ყველაზე მეტად რომელი მონაკვეთი მოგწონთ? კი ბატონო, აი ზუსტად როცა ყიდის ამ რეალურად თავიდან არაფერი არ გააჩნია ამ ადამიანს და მიიღო ხელი იმას, რომ გაიყიდა ეს კომპიუტერები და სწორედ მიუხედავად იმისა, რომ არ იყიდებოდა დროსთან ერთად, მაინც უწყობდა ამ ყველაფერს ნაბიჯებს. ანუ რეალურად არ ნებდებოდა იმისათვის, რომ არა მარტო საკუთარი თავისთვის შეექმნა მომავალი, ანუ არამედ საკუთარი შვილისთვისაც, ხო? რეალურად ეტაპობრივად განვითარდა და გახდა ბევრად უფრო კარგი, როგორი, მარკეტორი, ანუ ბევრად უფრო კარგი გამყიდველი გახდა, ხო? თავისით გამოიმუშავა ეს ყველაფერი, ანუ დღეს რო არის, როცა უკვე უამრავი ტრენინგები და მასტერკლასები ტარდება იმ კუთხით, რომ როგორ უნდა გავყიდოთ რაღაცა პროდუქტები, ხო? ამ ადამიანმა ეს ყველაფერი თავისით გამოიმუშავა. და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი რო არ დანებდა. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა დუხჭერი ცხოვრება გვაქვს, არ რთულია რაღაცებს მიიღო ხელი, ხო? აი ზოგი მაგალითად მის ადგილზე გააკეთებდა ეს დრამას, რომ ან თქვენ მაღაზიაში იმუშავებდა და პურის ფულს მიიტანდა სახლში, ხო? ამ ადამიანს ერჩივნა, რომ მისი ბიზნისვისაც მიაღწია და შემდგომ ამ მიზნის შემდგომ მისი შვილისთვის მომავალი შეექმნა. თქვენ ვისაც გაქვთ ნანახი ეს ფილმი, რომელი მომენტი მოგწონთ? ახლა მე რეალურად რომელი მომენტიც მოგწონდა, ის გაგიზიარეთ ვიდეოს სახით და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ბავშვებს თავიდანვე ჩავაგონოთ ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ოცნებებზე უარი არ ვთქვათ. თუ არის კიდევ როდესაც ანეკდოტს უყვება. როგორ? როდესაც ანეკდოტს უყვება. კი ბატონო. კიდევ თუა პასუხები და კაციებს ჩავადავთ. განსაკუთრებით, ჩემი აზრით ვთვლი, რომ მაგ ფილმის ესე რომ ვთქვათ, აზრი მთლიანად გარშემოყრილია მაგ ანეკდოტთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იბრძოლოს ადამიანმა, რომ მიაღწიოს წარმატებას. კი ბატონო, ანუ ზოგადად რამდენჯერაც არ უნდა უყუროთ ამ ფილმს, შეიძლება სხვადასხვა აზრი გამოიტანოთ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს აზრობრივი ფილმები, რომ ჩავწვდეთ ამ ყველაფერს. ახლა არის ფილმები, რომელსაც რაღაცა ერთჯერადად უყურებ და მეორჯერ შეიძლება აღარ მოგინდეს მისი ყურება, ხო? ეს ცხოვრებისეული ფილმია და ცხოვრებაში ხდება მსგავსი რამეები და ასეთ ადამიანებზე დგას დღეს სამყარო, იმიტომ რომ ეს არის ძლიერი ადამიანი, რომელმაც შექმნა თავისი და უფრო მეტად თავისი შვილის მომავალი, ხო? აწმყოდან დაიწყო ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში არაფერი არ გააჩნდა, რეალურად აწმყოდან დაიწყო ყველაფერი და შექმნა მომავალი. თუ არის კიდევ ჩატში პასუხები, კითხვები ან რამე ისეთი და შემდგომ განვიხილოთ. კი ბატონო, ხა წავიკითხავ, გვწერს ანი ხუნწარია, რომ დიახ, მე დამისვავს კითხვა თუ ვინ ვარ მე, რადგან ვარ პიროვნება, რომელსაც უამრავი პასუხისგებლობა აკისრია როგორც ოჯახის წევრებისა და საზოგადოების, ასევე ჩემი თავის მიმართ, რადგან ინდივიდი პასუხისმგებლობისა და მოვალეობების გარეშე ვერ განვითარდება. ჩემი აზრით, ყოველი საქმის სრულყოფილად შესრულებისათვის საკუთარი ძალებისა და საკუთარი თავის რწმენა აუცილებელი პირობაა. პირველ რიგში საკუთარი თავის შეცნობაა საჭირო, შემდეგ პრობლემის განხილვა, გაანალიზება და უშუალოდ, როდესაც შენს თავთან პასუხს იპოვნი, შემდეგ უშუალოდ იმ პირთან საუბარი, რომელიც არასამართლიანად თუ სამართლიანად საუბრობს შენ ზურგს უკან. რა თქმა უნდა, ზურგს უკან საუბარი აზროვნების დაბალი დონეა, მაგრამ ადამიანთა მრავალი კატეგორია არსებობს. თედო არველაძე გვწერს, რომ ვინც დაეცა და წამოდგა, ის უფრო ძლიერია, ვიდრე ის, ვინც არასდროს დაცემულა, ზვიად გამსახურდია სიტყვებს იშველიებს. მეტი არ არის, ხო? არა.
კი ბატონო. ძალიან კარგად გაქვთ აი აზრობრივად ჩამოყალიბებული და ძალიან მიხარია რომ ეს აქტიურად ხარ ჩათული ამ ყველაფერში. ეხა არ არის მარტივი შავი მეცნიერის საკუთარი თავი, ხო? აი ხარ სტუდენტები ხართ ყოველი წარმოადგენელი და ფიქრობთ იმაზე რომ როგორ შეიქმნა თქვენი საკუთარი მომავალი. უბრალოდ მე მინდა გითხრათ ის რომ არასოდეს არ იქექოთ წარსულში, იმიტომ რომ იქ არაფერი არ არის, ხო? იქ დამთავრებულია ის თუ რაღაცა წარმატებას მიაღწიეთ წარსულში, იქ დასრულდა ეს ყველაფერი და შეიძლება რაღაცა ლამაზ მოგონებად რაღაცა მოვიგონოთ, ხო ეს ყველაფერი. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ 10 მყოდან დავიწყოთ ეს ყველაფერი და 10 მყოდან მომავალი შევქმნათ, ჩვენი მომავალი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როცა ადამიანები წარსულში იქექებიან და რაღაცა ნეგატიური ფიქრები გადმოაქვთ, აგეთ მე უკვე რაღაცა დემოტივირებულები ხდებიან და ეს მოტივაცია საერთოდ უქრებათ იმისა, რომ აი მაგალითად ბევრჯერ მქონია შემთხვევა, როცა უთქვამთ, რომ აი აზრი არ აქვს, ხო სწავლოს, არანაირი აზრი არ აქვს სწავლოს, იმიტომ რომ მით უმეტეს საქართველოში არ აქვს აზრი სწავლოს და ტყუილად ხარ ადგინდა ეს მაგისტრატურა, დოქტორანტურა, აი აზრი არ აქვს, მაინც იგივეა, რაც ბაკალავრზე გაგივლია, იგივეა ეს მაგისტრატურაც, ხო? ანუ რეალურად ესეთ ადამიანებს, ვისაც მსგავს რაღაცას გეუბნებათ, არასდროს არ ემდოთ და არასდროს არ დაუჯეროთ, იმიტომ რომ ეს ჩემი სუბიექტური აზრია, იმიტომ რომ როცა ადამიანი გეუბნება იმას, რომ განათლებას აზრი არ აქვს, ის იმ ადამიანს არასდროს არაფერს არ მიუღწევია. ან თუ თქვა დაასრულა უნივერსიტეტი, როგორც ამბობენ ხოლმე, მის ორი დიპლომი რაღაცა კოლოფში აქვს გამოკეტილი და მას გონია რომ სახლში მოუვა ხა რაღაცა ის, რა ქვია, სამსახურები და ის რა ქვია, ის სახლში მიაღწევს რაღაც წარმატებას, მაგრამ ეს ყველაფერი განგზობითი პროცესია, მარტო სწავლით რომ რაღაცა ადამიანმა წარმატებას მიაღწევს, მე პირადად არ გამიდი, არასდროს არ გამიდი ეს გავსი რამ, იმიტომ რომ პარალელურ რეჟიმში ძალიან მნიშვნელოვანია ყველანაირი აქტივობა, არ აქვს მნიშვნელობა. იქნება ეს თვითმმართველობები, იქნება სხვა ორგანიზაციები და რაღაცა სხვადასხვა ღონისძიებები თუ ნებისმიერი რამე ყველაფერი გზრდის და ეტაპობრივად შეიძლება რაღაც ეტაპზე ხვდებოდეთ რომ გვიჭირს ამ ყველაფერს და შეიძლება წუთობრივად რაღაცა ხელი ჩავიქნიოთ, თუმცა არასდროს ეს არ უნდა იყოს განგზობითი, იმიტომ რომ თუ ხელს ჩავიქნებთ, იმაზეც უნდა დავფიქრდეთ, რომ ჩვენ შეიძლება ისევ იმ ეტაპზე დავრჩეთ და ვერასდროს ვერ წავიდეთ წინ და კიდევ არასდროს არ შეადაროთ საკუთარი თავის სხვას. ეს არის ძალიან ცუდის მანიშნებელი, იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად მე მაქვს ჩემი გასავლელი გზა, ხო? მე თუ რაღაცას რთულად გავდივარ ამ ცხოვრებაში, ვიღაცა შეიძლება მარტივად გადის და არასდროს არ იწუწუნოთ იმაზე, რომ მე მაგალითად თუ ყოველთვის რთულად მიწევს ამ გზის გავო და მე თუ რაღაცა 2 წელი მჭირდება ამისთვის, იმას რატო ჭირდება 6 თვე, ხო? რაღაცის გასავლელად. ან ყველა ჩვენი გზა გვაქვს, ყველა ჩვენი ტაქტიკა გვაქვს და ყველა ჩვენი მიზანი გვაქვს და არასდროს არ უნდა შევადაროთ და არასდროს არ უნდა მოვახდინოთ შედარება ამ ყველაფერს. კი ბატონო, ეხლა თუ არ არის კითხვები და რაღაც პასუხები ჩარჩი, მაშინ გავაგრძელოთ და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ეს არის თვითშეფასება. ანუ რა არის თვითშეფასება და რა როლს თამაშობს ის ადამიანის ცხოვრებაში. ანუ ეს არსებობს როგორც დაბალი თვითშეფასება და არსებობს მაღალი გადამეტებული თვითშეფასება. ანუ ზოგადად ვიცით, რომ გადამეტებული არაფერი არ ვარ, ხო? ზოგადად ცხოვრებაში გავიგია, რომ არაფერი არ ვარ გადამეტებული და ეს დაბალმა თვითშეფასებამ შეიძლება რაღაც დეპრესიულ მდგომარეობამდეც მიიყვანოს ადამიანი, საკუთარი თავის დადანაშაულება დაიწყოს და არასწორი არჩევანი გააკეთოს, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში. და ასევეა გადამეტებული თავდაჯერებულობაც, ხო? ამან შეიძლება გამოიწვიოს ბევრი პრობლემა. პირველ რიგში მინდა გამოყვა ერთი პრობლემა, ეს არის ადამიანების გაღიზიანება, ხო? აი, არ ვიცი, ხშირია შემთხვევა, აი თუნდაც Facebook პოსტები, თუნდაც რაღაცა სადღაც შეკრებებში, რომ ადამიანი ყოველთვის აქებს საკუთარ თავს, აი ყოველთვის იმას იზახებს, რომ ყველაზე კარგია და ყველაზე კარგად შეუძლია ამ ყოველთვის თქმა. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ სიტყვა ყველაზე არის რაღაცა მომაკვდინებელებით, იმიტომ რომ როცა სიტყვა ყველაზე იყენებ, ყველაზე კარგი ვარ, ანუ გამოდის, რომ აი ზოგადად ვინც არსებობს ადამიანები, იმაზე კარგი ხარ, ხო? ანუ მე თუ რაღაცის დამტკიცება მინდა საკუთარი თავი, რა თქმა უნდა, წარმოვაჩინო მე საკუთარი თავი, რატომაც არ უნდა წარმოვაჩინო, ხო? უბრალოდ მოქმედებით უნდა წარმოვაჩინო და არა ყოველდღიურად ის, რომ მაგალითად ტვინი შემჭამო, რომ მეძახო, რომ მე ყველაზე კარგი ვარ და ყველაზე კარგად მოვაკეთებ ამ ყველაფერს და შენზე კარგად გამომდის რაღაცები და ასე შემდეგ, ხო? უამრავი
პოსტები შეიძლება შევხვდეთ ამაზე, შეიძლება ახლო წრის ადამიანებშიც ყავდეთ ისეთი ადამიანები, ვინც თავს რაღაცას იძახიან და ასე შემდეგ, ხო? ანუ ძალიან რთულია ასეთი ადამიანების მოსმენა და თუ აი ეს ადამიანი ახლობელია, უნდა ურჩიოთ ხოლმე, რომ არ შეიძლება ეგეთი რაღაცა, რომ ყოველთვის საკუთარ თავზე ესე ისაუბრო, რომ სხვა გააღიზიანო. წარმოაჩინე ესე საკუთარი თავი, რომ სხვაც არ გააღიზიანო და შენც იყო რაღაცა წარმოჩენილი, ხო? მაინც რა არის ეს თვითშეფასება და რა გავლენას ახდენს ჩვენ ცხოვრებაზე, ხო? თვითშეფასება მარტივად რომ თქვა, არის რამდენად მოგწონს და ვაფასებთ საკუთარ თავს. ის მოიცავს მაგალითად ისეთ საკითხებს, როგორც არის საკუთარი გარეგნობისადმი დამოკიდებულება, ემოციების, შინაგანი მდგომარეობის, გონებრივი მდგომარეობის და ქცევების შეფასება, ხო? მასლოუს იდეებს თუ მოვიშვალიებთ, იგი ამბობდა, რომ ადამიანებს ნახეთ, სჭირდებათ ორმხრივი მხარდაჭერა. რა არის ეს ორმხრივი მხარდაჭერა? ორმხრივი მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს სჭირდება როგორც სხვისი პატივისცემა, სხვის მიმართ პატივისცემა, ასევე საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი სპეციფიკა შეურწყათ ერთმანეთს. ანუ უნდა იყოს ეს ყველაფერი სტაბილური, რომ ადამიანი გაიზარდოს როგორც წარმატებული პიროვნება და გახდეს რეალიზებული. მაგალითად, მინდა ზოგადად თქვენც შეიძლება გეცნობოდეთ მსგავსი ფაქტები, მაგრამ მინდა მოვიყვანო სკოლის წლები, სადაც რამოდენიმე მოსწავლე იყო ისეთ ბულინგი მსხვერპლი მასწავლებლის მხრიდან. ეხლა არ ვიცი როგორ ხდება, მაგრამ მე როცა ვსწავლობდი ეგრე იყო და ბულინგი მსხვერპლი მასწავლებლის მხრიდან და ბავშვობიდან გონებაში ჩამოუყალიბდათ ის, რომ მათ არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ და იყვნენ უნიჭოები და ვერც ვერაზოს ვერაფერს ვერ შეძლებდნენ. ხო, აი აბულინგებდნენ მასწავლებლები ამ ბავშვებს. ხო, აი ესენი იყვნენ ბავშვები მაგალითად, რომლებსაც მასწავლებლის თქმით არ შეეძლო სწავლა და ისინი იყვნენ უნიჭო ადამიანები, ხო? ეს ადამიანები დღემდე ებრძვიან ამ დაბალი თვითშეფასების მიერ მოტანილ პრობლემებს. ანუ ბავშვობიდან ჩანერგილი ის უნიჭო ხარ და შენგან არაფერი არ გამოვა, ის ბოლომდე გქონდათ მათ ჩანერგილი. თუმცა მათგან რამოდენიმემ შეძლო საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის შემდეგ საკუთარი თავდაჯერებულობის მომატება, ანუ უფრო გახდა უფრო ენდო საკუთარ თავს, უფრო აღმოაჩინა თურმე შეძლებია რაღაცების გაკეთება, რაღაცა ჩააბარა საკუთარ უნივერსიტეტში, გახდა ექთანი და ასე შემდეგ, პატივისცემს ადამიანები და ასე შემდეგ. ანუ როგორც უკვე თქვით, სხვა ადამიანების პატივისცემა ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია სხვა ადამიანების მიერ პატივისცემას. ანუ ეს დაბალი თვითშეფასების ნიშნები მინდა აღვნიშნო ზოგადად ანუ ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ზოგადად ვინმეს მიმართ რაღაცა მქონდეს ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი რაც მე ჩამოვთვალე აქ, ეს დაბალი თვითშეფასება იქნება ბულინგი თუ მსგავსი რაღაცები, მეც რაღაცა დოზით გავიარე. რაღაცა დოზით გავიარე, მეც მაქვს ამ ყველაფრის მიმართ გამოცდილება და დაბალი თვითშეფასების ნიშნები შეიძლება იყოს ის, რომ თქვენ გონიათ, რომ სხვები თქვენზე უკეთესები არიან და თქვენ ვერასდროს ვერ იქნებით მათ ადგილზე და ისინი ესეთები არიან ზოგადად, რომ თქვენ ვერასდროს ვერ მიაღწევთ იმ დონეს, რა დონესაც მათ მიაღწიეს, ხო? გიჭირთ საკუთარი სურვილების და მოსაზრებების გამოხატვა. გიჭირთ ფოკუსირება საკუთარ სისუსტეებზე და გწვენიათ მისი გამოვლენა. ანუ გერიდებათ, როცა გაქებენ და იმის ნაცვლად, რომ მიიღოთ კომპლიმენტი, თავს არიდებთ, ხო, ამ სიტუაციას და სხვების აზრებს და მოთხოვნილებებს საკუთარზე მაღლა აყენებთ. ანუ ახლა ჩამოთვლიდან მეც როცა სკოლა დავამთავრე, მსგავსი ფაქტები მეც მქონდა, იმიტომ რომ როცა პატარა ქალაქში ცხოვრობ და ჩადიხარ დედაქალაქში და არავისთან არ გაქვს კომუნიკაცია, ძალიან რთულია უცხო ადამიანებთან ეგრევე დაიწყო კომუნიკაცია, ხო? აი მაგალითად კურსალები როცა საუბრობდნენ რაღაცებზე, იყო შემთხვევა, როცა ახალი ჩასული ვიყავი, იყო შემთხვევა, როცა არ ვერეოდი მათ საუბარში, იმიტომ რომ რაზეც საუბრობდნენ, არ მესმოდა ის თემები არ მესმოდა, ხო? და არ მინდოდა რაღაცა ეს ყველაფერი სამარცხვინო ყოფილიყო, ანუ ვიღაცას რაღაცას სიტყვაზე ქილიკი არ დაეწყო, ხო? რაღაცა არ დაეცინა და ცდილობდნენ თავი ამერიდებინა ამ ყველაფრისთვის, ხო? ესე არ უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ბავშვებს თავიდანვე ჩავაგონოთ ეს ყველაფერი, რომ თავიდანვე ვიცოდეთ ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებთან კომუნიკაცია, გამოვნახოთ საერთო ენა და ის რომ ვიღაცა კომპლიმენტს გვეუბნება, მადლობა უნდა გადავუხადოთ და არა ის რომ რაღაცა თავი ავარიდოთ ამ სიტუაციას. ხო, აი კომპლიმენტს გვეუბნება ადამიანს და რატო უნდა ავარიდო ხო თავი ამ სიტუაციას და არასდროს არ უნდა შეგწყვეს საკუთარი მოსაზრების გამოხატვა. აი ნებისმიერ შემთხვევაში მაგალითად, როცა ტრენინგებს ვატარებ ხოლმე
არიან ადამიანები, ვისაც უჭირს ხოლმე აი ხმამაღლა საუბარი რაღაცეებზე, ხო? იმიტომ რომ აი ჩემს გასად როგორც მე ვიყავი ხოლმე რომ ცხენოდათ რაღაც საკუთარი აზრის გამოხატვა, ზუსტად ისე იყვნენ ეს ადამიანები. თუმცა უნდა იცოდეთ, რომ გონებრივი შტორმი იმისთვის არის რეალურად. იმისთვის შემოიღეს ადამიანები, რომ ერთმანეთი არ გავაქილიკოთ, ხო? თუ რაღაცა ისე არასწორად წარმოვთქვი, მე ნელ-ნელა ვისწავლი ამ ყოველთვის ეტაპობრივად, ხო? არ უნდა დავცინოთ ადამიანებს. ეს არის ძალიან ცუდი. ეს მარტო სუსტი ადამიანი თუ დასცინებს, ხო? სხვა ადამიანს, თორე ძლიერი ადამიანი ამას არასდროს არ გააკეთებს. უნდა ვიცოდეთ, რომ იმისაც რომ დაბალი თუ შეფასება დავძლიოთ, უნდა შევეცადოთ, რომ პოზიტიურად ვიფიქროთ. ან პოზიტიურად მიმართული ფიქრები გვეხმარება იმაში, რომ გამოვალინოთ ჩვენი შესაძლებლობები. ან დავისახოთ მიზანი, რომ ყოველდღე გამოვყოთ დროე ფიქრი იმისთვის, რომ რისი მიღწევა გვსურს, ხო? შემდეგ დავისახოთ ეს რეალისტური მიზნები. შეიძლება მიზნები დავისახოთ, ხო? მაგრამ მიზანი გეგმის გარეშე ეს არის რაღაცა მიუღწეველი. იმიტომ რომ თუ გეგმა არ გვაქვს მიზნისთვის, რეალურად ვერც ვერაფერს ვერ მივიღებთ. ეს უბრალოდ სურვილია, ხო? სურვილის დონეზე გვაქვს გამოთქმული ეს დავამატებ. კი ბატონო, სურვილის დონეზე გვაქვს ეს ყველაფერი გამოთქმული, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვალი ვადანოთ ჩვენს პროგრესს და ხშირად აღმოჩნდეს საკუთარ თავთან ნებისმიერი მიღწევა. არ აქვს მნიშვნელობა, რას მივახცევთ, ხო? მაგალითად რაღაცა საქმე გავაკეთეთ, ხო? საკუთარ თავს ვეუბნებით, რომ ძალიან კარგად გამოგივიდა. შეგძლებიათ რომ ამის გაკეთება და ძალიან კარგი. შემდგომში უფრო კარგად გააკეთებ ამ ყველაფერს. რთულ სიტუაციებს უნდა შეხედოთ სხვა ვინმეს უნდა და რამე აზრის გამოთქვა? ანუ იმის ნაცვლად რომ ზოგადად არის ხოლმე რომ ადამიანებს არ უყვართ სხვის შეწუხება, ხო? ეს ცოტა ფიქრობენ რომ ეს ყველაფერი მომაბეზრებელია, თუმცა იმისაც რომ კავშირები შევიძინოთ, ზოგადად 21 საუკუნეში ძალიან მნიშვნელოვანია კავშირები, როგორც ვიცით, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი კავშირები იმისაც რომ ჩვენ დაგვეხმაროთ ეს ადამიანები არა მარტო რჩევების მოცემაში, შესაძლებელია რაღაცა სამსახურით დავიწყოთ ამ ადამიანების რეკომენდაციები და ასე შემდეგ. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ვეცადოთ და იმის თქმა რომ რაღაცა ვეცადე და არ გამომივიდა, ჯობია ვთქვათ, რომ ყოველთვის აქვს აზრი ცდას და რამდენჯერაც შესაძლებელია რომ ამ ცდამ არ გაამართლოს, კიდევ თავიდან უნდა ვეცადოთ, იმიტომ რომ ეგ არის შემთხვევები, როცა ვთქვათ, თუ 10ჯერ ვეცადე და გავჩერდი, შესაძლებელია ეს მე-11 ცდა ყოფილიყო წარმატებული. ამიტომ არ უნდა გავჩერდეთ არასდროს. მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის, ანუ ადამიანები ცდილობენ როგორც შეიცვალონ, ხო, რაღაცნაირად. ანუ იმას არ ვამბობ, რომ რაღაცა ემოციები ვაკონტროლოთ და სხეულის ენერგია ვაკონტროლოთ, ამაზე არ მაქვს საუბარი. აი ნებისმიერ შემთხვევაში მაგალითად არ მომწონს ეს რაღაცა ცხვირი და მინდა რომ რაღაცა შევიცვალო, ხო? იმიტომ მინდა შევიცვალო, რომ სხვა ადამიანებს არ მოსწონს ეს ყველაფერი, თორემ მე დავიტოვებდი ამ ყველაფერს პრობლემაა, ხო? ანუ მივიღოთ საკუთარი თავი ისეთი როგორიც ვარ. თუ მე პრობლემა მექნება იმაზე რომ არ შეიძლება მაგალითად ცხვირის ოპერაციის გაკეთება ჩემთვის, ხო? ანუ რატო უნდა გავიკეთო, რატო უნდა გავირთულო, ხო? ეს საქმე იმისაც რომ ვიღაცას მოვაწონო თავი. ამიტომ შევიყვაროთ საკუთარი თავი ისეთი როგორიც ვარ. ის ჩვენი ნაკლიც რაღაცა სხვა კუთხით წარმოვაჩინოთ კარგად. არასდროს და როგორც უკვე გითხარით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ არასდროს არ შევადაროთ ჩვენი ცხოვრება სხვის ცხოვრებად. იცოდეთ, რომ ჩვენ ყოველთვის გვექნება ჩვენი გასავლელი გზა და თავარია ჩვენ მარტო გავდივართ ამ გზას, ხო? და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ამ გზას ჩვენი სახელი ერქმევა, იმიტომ რომ როცა ჩვენი ვახცევთ წარმატებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როცა სხვა ადამიანები გვეხმარებიან და ზოგადად ვიცით, რომ ნეპოტიზმი ეს არ მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ სოფლიოში მძვინვარებს და შესაძლებელია რომ რაღაცა არ მოხვდეთ მაგალითად რომელიღაც იმაში კონკურსში გამოცხადებული ვაკანსიის კონკურსში, თუმცა უნდა ვეცადოთ ყოველთვის იმას, რომ გავიდეთ წინ. იმაზე არ უნდა ვიფიქროთ, რომ ვიღაცა ნეპოტიზმია და ყოველთვის მე ვიქნები უკან და ვერაზოს ვერ გავალ ამ პოზიციაზე. არა, მეც ეხა პირადად როცა თავიდან
ვეძებდი სამსახურს, CSKA-ში 20 ჯერ არ მისული. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი როგორი ნეპოტიზმი იყო ეს ამ ორგანიზაციაში, მაინც არ უნებდებოდი და მივდიოდი ამაზე, იმიტომ რომ მე ნელ-ნელა ვარკვევდი იმას, რომ რეალურად ვინც ვიყავით ის ადამიანები, არც ერთი არ იყო აყვანილი იმ პოზიციაზე. ამიტომ რეალურად არასდროს არ უნდა დავნებდეთ, იმიტომ რომ ყოველთვის გაიღება თუ სადღაც რომელიღაც კარი იკეტება ჩვენ წინ, რომელიღაც კარი იღება და მე ძალიან მიხარია, რომ დღეს ვარ იქ, სადაც ვარ და ამიტომ არასდროს არ უნდა გავჩერდეთ. მე ჩამიქნავია ბევრი ხელი, მაგრამ რაღაცა ის წუთიერი გაელვება იყო და დღეს მიხარია, რომ თუმცა ეს დღეს სადაც ვარ იქ ვარ მიხარია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცას ვჩერდები. არ უნდა გავჩერდეთ არასდროს, იმიტომ რომ წინ და წავიდეთ. არასდროს არ უნდა ჩამოვარჩეთ დრო და უნდა აუწყოთ ნაბიჯები ამ დროს. მე მაინტერესებს თქვენგან ხშირად მიმართავთ თუ არა თვითკრიტიკას. პასუხები რომ დავწეროთ, ან თუ გინდათ რომ რა ქვია, გამოთქვათ თქვენი მოსაზრება, ეს raise hand-ი გამოვიყენეთ და რა ქვია, გამოთქვით თქვენი მოსაზრება, მაგალითად თვითკრიტიკისკენ კრიტიკისთვის თუ მიგიმართავთ. აი მაგალითად, რამე შეცდომა დაუშვი და საკუთარ თავს ჩაეკითხეთ თუ რატო გავაკეთა ეს, რატო დაუშვი ეს შეცდომა. აი მაგალითად თუ გექნებათ პასუხები ამ კითხვაზე. არ მინდა რომ რაღაცა მარტო მე ვისაუბრო და თქვენ არ იყოთ რაღაცა აქტიურად ჩართული ამ ყველაფერში. ანუ რაღაცის თქმა მინდა თუ შეიძლება. ანუ როგორც ვიცით, თვით შეფასება საერთოდ მრავალგანზომილებიანი ცნებაა რა და ანუ ინდივიდი ხო შეიძლება ჰქონდეს მაღალი თვით შეფასება პიროვნულ ურთიერთობებში, მაგრამ თავის ანუ ამავდროულად დაბალი თვით შეფასება ჰქონდეს და აძლევდეს საკუთარ წარმატებას სწავლის სფეროში. აი მაშინ როგორ შეიძლება რომ ჩამოყალიბდეს? ანუ კითხვაზე რომ განვარდ, ანუ მაღალი თვით შეფასება აქვს ადამიანს მაღალი თვით შეფასება აქვს პიროვნებათა შორის ურთიერთობებში და ამავდროულად დაბალ შეფასებას აძლევს საკუთარ წარმატებას სწავლის სფეროში თუნდაც. კი ბატონო. აი ნახეთ, არის რაღაც სფეროები, სადაც შესაძლებელია, რომ მაღალი თვით შეფასება მქონდეს. აი მე ხა ჩემს მაგალითზე გეტყვით. ძალიან მიყვარს, როცა ვარ ყურადღების ცენტრში, ხო? და როცა ყურადღების ცენტრში ვარ, აი მემატება ეს მაღალი თვით შეფასება. ანუ ჩემი შეფასება იმატებს, მაგრამ როცა ეს ყურადღება იკლებს ჩემ შემთხვევაში, ხო? ეს შეფასება უფრო და უფრო ეცემა ქვევით. ანუ ადამიანს შესაძლებელია რაღაცა პიროვნულად ქონდეს ეს ყველაფერი მაღალი თვით შეფასება, მაგრამ რაღაცა ბოლომდე არ ქონდეს გაცნობიერებული საკუთარი თავი. ეს არის პრობლემა იმის, რომ ბოლომდე ვერ შევიმეცნეთ საკუთარი თავი, ბოლომდე ვერ გავუგეთ საკუთარ თავს და ბოლომდე არ ვენდობით საკუთარ თავს. შეიძლება რაღაც ეტაპზე ვენდობით და გამოვცადეთ, გამოწურთენით საკუთარი თავი, ხო? რაღაცა მიზნისკენ მივდიოდით და გავიგეთ, რომ გვაქვს მაღალი თვით შეფასება, მაღალი არა, სწორი თვით შეფასება და ამ შემთხვევაში როცა ხვდებით, რომ შინაგანად რაღაცა გვაწუხებს, აი ეს შინაგანი წუხილი უნდა გამოვასწოროთ, იმიტომ რომ სანამ ბოლომდე არ შევიმეცნით საკუთარ თავზე, სანამ არ გავიგებთ ვინ ვართ შინაგანად სინამდვილეში და არა მხოლოდ გარეგნული რაღაც შეფასებით ვიმსჯელებთ, ბოლომდე მაინც ვერ ვიქნებით ისეთი თავდაჯერებულები, როგორც ეს შეიძლება ვიყოთ. იმიტომ რომ თვით შეფასება ეს არ არის მარტივი პროცესი, ეს როგორც ეს წარმატება, ესეც განგრძობითი პროცესია და დროსთან ერთად ეტაპობრივად გვემატება ეს თვით შეფასება. ჩვენი მაქსიმალური შესაძლებლობების აღმოჩენის შემდგომ ნელ-ნელა უფრო იმატებს, ხო? აი მაგალითად მე აღმოვაჩინე, რომ თქვა შემიძლია წერა, ხო? მომემატა შეფასება, იმიტომ რომ პარალელურად ჩემი პროფესიით პარალელურად ხვდები, რომ თურმე რაღაცა ახალი უნარი შევიძინე და მე მაქვს ის მაღალი თვით შეფასება, სწორი თვით შეფასება და შემიძლია დავამტკიცო ის, რომ მე ვარ ძალიან კარგი ბლოგერი, ხო? და ამაში მე მჯერა საკუთარი თავი და შემიძლია კონკურენცია გავუწიო სხვა ადამიანებს, ხო? მაგრამ შეიძლება იყოს რაღაცა იქ ეტაპი, რაშიც მე არ მჯერა საკუთარი თავის, ხო? ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში განგრძობითი პროცესი. ანუ ესე ერთბაშად ვერავინ ვერ იტყვის, რომ 100%-ით ვიღაცა არის თავდაჯერებული საკუთარ თავში. ეს არ არის. მე პირადად არ ვეთანხმები ამას, რომ ვიღაცა რაღაც 100%-ით შეიძლება თავდაჯერებული იყოს საკუთარ თავში. თუმცა ეტაპობრივად ამ ყოველთვის ამ თვით შეფასებას გამოვიმუშავებ. მე მაინტერესებს რამდენად მისაღები იყო ჩემი პასუხი, რამდენად გავეცი და სწორად გავიგე ის კითხვა, რაც თქვენ დამისვით.
ჩემთვის მისაღები პასუხი იყო, კი. და ჩატში წერენ, რომ ანუ თედო წერს, რომ მქონია ერთხელ ეგეთი შემთხვევა, მაგრამ საკუთარი თავი გავამართლეო. ხატია ხვადაგიანი გვწერს, რომ დიახ მოვმართავ და ხშირ შემთხვევაში ძალიან მეხმარება ხოლმეო და თედო გეკითხებათ ისევ ექსტრავერტი ხართ თუ არაო. ხათაშორის დღეს მინდოდა ამ თემის წამოწევა, მადლობა თედო. ამ თემის წამოწევა მინდოდა ექსტრავერტს და ინტროვერტს. თუმცა რადგან ძალიან ცოტა დრო გვაქვს და ცოტა ბევრი თემატიკა რაღაც ვერ შემოვიტანე ამ ყველაფერში, გადაწყვეტა ამომიყო ეს თემა. თედო, ექსტრავერტი არ ვარ ამბივერტი. იმიტომ რომ ვარ ნაზავი ექსტრავერტისა და ინტროვერტის. ახლა ჩემთვის წლების წინ რო გეკითხოთ, როცა ბაკალავრიუსს სწავლობდი, ექსტრავერტი ხარ თუ ინტროვერტი, შეიძლება ვერ მეპასუხა, იმიტომ რომ არ ვიცოდი ეგ რას ნიშნავდა ეს. და როცა გავაკეთეთ ტესტი, პირველად როცა რაღაცა ფსიქოლოგიის ლექციაზე გავაკეთეთ ტესტი, აღმოჩნდა რომ არც ექსტრავერტი ვიყავი და არც ინტროვერტი და ჩემთვის მაშინ არ უსაუბრობ თქოს, რომ რაღაცა ნაზავი ხარ ამ ყველაფრის, თუმცა ვფიქრობდი რომ მიდრეკილი ვიყავი ამ ორი მხარისკენ და ამ მიდრეკილებას, ამ შერწყმას, ამ ნაზავს ქვია ამბივერტი და მე ვარ ამბივერტი ადამიანი, რომელიც არის ექსტრავერტობისკენ უფრო გადახრილი ექსტრავერტობისკენ. ანუ ზოგადად და თქვამია თეორეტიკოსის მიერ ესე რომ ყველა რო რაღაცა მაქსიმალურად ექსტრავერტი იყოს და მაქსიმალურად ინტროვერტი იყოს, შეიძლება საგიჟეშიც მოხვდეთო და მეც ვეთანხმები ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ეხლა თუ ისეთი ექსტრავერტი ხარ, რომ სულ ხმაურიანი წვეულებები გიზიდავს და სულ ეს უცნობ ადამიანებში გიწევს ურთიერთობა და საერთოდ არ ისვენებ და განტვირთვის დღე არ გაქვს, ძალიან რთულია, ხო? ამ ყველაფერს გაუძლო და უფრო პროდუქტიული გახდე, ხო? აი თედო შავე. ანუ ეგ ამბივერტის ბოდიშით სიტყვა გაგაწყვეტნეთ. გისმენთ? კი ბატონო, თედო შევეკითხები. აბა შენგან მაინტერესებს თედო, რომელ ტიპს მიეკუთვნები ადამიანის, რომელ ტიპს მიეკუთვნები, აი ექსტრავერტი ხარ, ინტროვერტი ხარ. მე დავამატებდი ერთს, რომ ადამიანები, რომლებიც ინტროვერტები არიან, უჭირთ ხოლმე გამოთქვა ამ მოსაზრების და მე გეტყოდით, რომ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ვიღაცა ექსტრავერტი ფიქრობდეს, რომ იმისთვის რთულია სულ სიმშვიდეში ყოფნა და ესე პროდუქტიულობის გაზრდა, ხო? ეს არ იფიქროთ. ვიღაცები ამბობენ, რომ ცდარი მოსაზრება, რომ ინტროვერტიო, ინტროვერტოს მეგობრები არ ყავთ და ადამიანები არ უყვართ, მაგრამ ეს არის ტყუილი, იმიტომ რომ ინტროვერტოს მეგობრებიც ყავთ, ადამიანებიც უყვართ, უბრალოდ მათ სიმშვიდეში ბევრად უფრო პროდუქტიულობა ეზრდებათ, მათი ენერგია ესე უფრო იმატებს. გისმენთ თედო, აბა რო ვისაუბროთ. დიახ, მე ვარ ინტროვერტი. აიზენგის კითხვები გავაკეთე, სხვათა შორის ფსიქოლოგიას ვსწავლობ და მაგ თან მithumedeset არა ინტროვერტებს ზოგადად ესე რა ვთქვათ უზრდელებსაც უწოდებენ სიტყვა ძუნწებსაც, მაგრამ ეს სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს. ყველაზე მეტად ინტროვერტები გამოდგნენ ესე რა ვთქვათ ლიდერთა შორის, რომ მათ შეუძლიათ ლიდერობა ექსტრავერტებთან შედარებით და ამბივერტებს რაც შეეხება, ანუ უფრო მეტად ვთვლი რომ განსაკუთრებული არის, იმიტომ რომ როგორც შეუძლია წვეულებიდან მიიღოს სიამოვნება, ასევე შეუძლია საკუთარი თავით სახლი მარტოყოს სიამოვნებას. კი ბატონო, მადლობა თედო, რომ გამოთქვი შენი მოსაზრება, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებს მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია. ანუ მით უმეტეს ახლა დღეს ყავს ეს ადამიანი აქ გვესწრება და ძალიან კარგია, რომ შენით გამოთქვი ეს მოსაზრება, იმიტომ რომ სწორი მოსაზრება უნდა მოვიშოროთ. თუ მე ინტროვერტი ვარ, თუ ვიღაცა ექსტრავერტია, ჩემი მეგობარი, უნდა ვიცოდე რა ამ ადამიანისთვის რა არის კარგი, ხო? თუ მას არ უხარია მხია ეს რა ხმაურიანი წვეულებები, მე ვეცდები რომ რაღაცა გამოსავალი ვიპოვო, ხო? იმისთვის რომ ეს ადამიანი ამ ადამიანმა კარგად იგრძნოს თავი და ასევე პარალელურად, ანუ პირიქით შესაძლებელია რომ თუ ექსტრავერტი, ინტროვერტი ვარ და ექსტრავერტი ადამიანს ურჩევნია ხმაურიანი წვეულება, შეიძლება რაღაცა გამოსავალი ვიპოვო ამისთვის. ამიტომ ეს ქილიკი და რაღაცა დაცინო ამ ორი ტიპის ადამიანებს შორის არ შეიძლება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ყავს ინტროვერტი, ცნობილი ადამიანი და ერთ-ერთ გეტყვი რომ აინშტაინი იყო ინტროვერტი ადამიანი და თქვენ ძალიან კარგად იცით ვინ არის ეს ადამიანი, ფიზიკოსი და ძალიან წარმატებული ადამიანი მთელ მსოფლიოში და ლარი პეიჯი
კიდევ გეტყვით რა არის ინტროვერტი და ძალიან ბევრი ინტროვერტი ადამიანები ყავს. არა მშობა ინტროვერტი ხარ თუ ექსტროვერტი. თავარია იყო მონდომებული ადამიანი, ხო? თავარია შენ როგორც გინდა რომ პროდუქტიულობა გაიზარდო, ხო? შენ პროდუქტიულობა გაზარდო. შენ თუ გინდა სიმშვიდეში გაზარდე, შენი პროდუქტიულობა თუ გინდა ხმაურიან ადგილში გაზარდე, ხო? ეს ძალიან კარგია იმისთვის, რომ მაგალითად იმას როცა ვიწრო წრეში არიან ინტროვერტები, ბევრად უფრო მეტ ენერგიას იღებენ. თუ ხმაურიან ადგილას მე მაგალითად თუ ეხა ხმაურიან ადგილას ვარ, შეიძლება რაღაცა ცოტა ხანში მომბეზრდეს ეს ადგილი და წავიდე რაღაცა სიმშვიდეში გამიტურდე, ხო? ამიტომ აუცილებელია ორი ტიპის ადამიანებმა და მესამე ტიპის ადამიანებმა კიდე გავუგოთ ერთმანეთს და ვისწავლოთ ერთმანეთის შესახებ, გავიგოთ ინფორმაცია და ეს მცდარი მოსაზრებები არ გავახმოვანოთ. რაც შეეხება თვითკრიტიკას, ანუ არავინ არ დააფიქსირა, ხო, თვითკრიტიკაზე არაფერი. თვითკრიტიკა არსებობს ორი სახით. ანუ ზოგადად ჯანსაღი კრიტიკა, ჯანსაღი თვითკრიტიკა ძალიან კარგია, მაგრამ როცა ეს ყველაფერი თვითგვემამდე მიდის და საკუთარი თავის დადანაშაულებამდე მიდის, ხო? ეს ძალიან ცუდი. ამიტომ უნდა ვიცოდეთ მოზომილად მივმართოთ თვითკრიტიკას. ანუ რა არის დადებითი მხარეები? ანუ მისი მეშვეობით შეგვიძლია დავინახოთ საკუთარი შეცდომები, არასწორად გადადგმული ნაბიჯები და ამის შემდგომ დავიწყოთ მის გამოსწორებაზე სრულნა. აი მაგალითად მასწავლებელი ხართ და მოსწავლე ხმაურობს გაკვეთილზე, ხო? თქვენ იმის ნაცვლად რომ აუხსნათ რომ ასეთი ქცევა არარელევანტურია და დასაჯეთ ის და საგაკვეთილო პროცესიდან გავუშვით, ხო? და წახვედით სახლში. და რაღაცა გაწუხებთ ამ შემთხვევაში დღეს რაღაცა ისე ვერ გააკეთე და სიტუაციას ვერ მოერგე, ხო? და გახსენდება ამოგიტივდება ის რომ რეალურად ვერ მოერგე სიტუაციას როგორც საჭირო იყო. იწყებთ ფიქს როგორ უნდა მოქცეულიყავი ამ შემთხვევაში. ანუ ამოგიტივდებათ გამოსავალის და პრობლემის არსით. მიდიხართ მეორე დღეს სკოლაში, იბარებთ მოსწავლეს და ელოპარაკებით ამ სიტუაციაზე. შეიძლება ვიღაცას გაუჩნდეს კითხვა იმაზე, რომ რამდენჯერ უნდა გავაფრთხილო ეს მოსწავლე, ხო? თუ ეხლა მე ვიტყვი ერთ რამეს, რომ თუ მასწავლებელი ხარ, თუ გადაწყდით რომ ასწავლო მოსწავლეებს, ხო? მე მაგალითად თქვათ ვარ მასწავლებელი და გადავწყვიტე რომ რაღაცა ვიყო თქვათ რაღაცა დამრიგებელი და ვასწავლო ამ მოსწავლეებს თუ როგორ უნდა მოიქცნენ, როგორი ადამიანები უნდა გაიზარდონ, მარტო ის ხო არა რაღაცა საგანი ვასწავლოთ, ხო მასწავლეებს. თუ მასწავლებელი ხარ, კეთილი უნდა ინებო და უნდა ისწავლო მიდგომა, ხო? უნდა ისწავლო როგორ მიუდგე ამ ბავშვებს. ყველა ბავშვს ჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სიტუაციას მოვერგოთ და სიტუაციის და მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება. აი მაგალითად გასაუბრებაზე გავდივართ, მეც ნორჯერ დამართია. როცა გამოცდილება არ მქონდა რომ მივიდოდი გასაუბრებაზე, მე და რატო არ დამირეკეს თქვა. სივში რო გიწერია მარტო სახალი გვარი და რაღაცა ფაკულტეტი რო გიწერია, წარმოგიდგენთ როგორი თავდაჯერებული ვიყავი, რომ ვფიქრობდი იმაზე რატო არ დამირეკეს თქო. ზედმეტად თავდაჯერებული რო ხარ და შემდგომ უკვე როცა წლები გავიდა და გამოცდილება მომემატა, როცა გამოვდიოდი გასაუბრებიდან, უკვე ხვდებოდი რა შეცდომა დავუშვი. ანუ ეს არის თვითკრიტიკა. ანუ საკუთარ თავს უსვამდი შეკითხვას, რა შეცდომა დავუშვი მე, ხო? ანუ რა გავაკეთე არასწორად, ხო? და შეიძლება თუ არა მე ამიყვანონ ამ პოზიციაზე, ხო? გადაჭარბებულმა თვითკრიტიკამ შეიძლება გამოიწვიოს საკუთარი თავისადმი ცუდი განწყობა. იმის ნაცვლად სიტუაციის გამოსწორებაზე ვიფიქროთ, თუ თვითგვემაში გადაგვივიდა კრიტიკა, შეიძლება ნებისმიერ სიტუაციაში დავადანაშაულოთ საკუთარი თავი და ამას შეიძლება პიროვნების განადგურება გამოიწვიოს. იმის ნაცვლად რომ ეს რა გავაკეთე და ეს რა დამემართა და არაფერი მეშვალება და ყოველთვის მე რატო უშვებ ამ შეცდომას, ხო? აუცილებელია თვითკრიტიკა ეყრდნობოდეს პრობლემასა და გამოსავლის ძიების რას. ან მაგალითად დღეს რა შეცდომა დავუშვით და როგორ შეიძლება გამოვასწოროთ. აი ეს არის ჯანსაღი თვითკრიტიკა და არა ის რომ რაღაცა თვითგვემაში გადავიტანოთ და რაღაცა ვანძღოთ საკუთარი თავი, ხო? საკუთარ თავში პრობლემის აღმოჩენა და გამოსავლის ძიების მეშვეობით ჩვენ შევძლოთ შევინარჩუნოთ ჯანსაღი თვითკრიტიკა, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სანამ სხვა ადამიანები გვეტყვიან ჩვენ რომ რაღაცა არასწორად გავაკეთეთ, ჩვენ გვეცოდინება თუ რა გავაკეთეთ არასწორად და შევძლებთ ამ ყველაფრის აღმოფხვრას, ხო? და მინდა ვისაუბროთ ჩემთვის საყვარელ თემაზე, ეს არის მადლიერების გამოხატვა. ეხლა მის ბოლოს მინდა რომ პატრიკის დაბას გამოგიგზავნით და ვის მიმართ ხართ მადლიერები, გამოვხატოთ მე ემოციებით. სიკეთის დაბრუნებაზე უფრო მნიშვნელოვანი მოვალეობა არ არსებობს.
და მადლიერება ეს არის ძლიერ თვისება. მაგალითად, მეგობარი დაგეხმარეთ. სემინარის მომზადებაში ქუჩაში მიმავალს ვიღაცამ გაგიღიმათ, ან ვარდი გაჩუქათ, ვიღაცამ პოზიტიურად მოგესალმოთ. აი, მაგალითად, დედამ სიცოცხლე გაჩუქათ და ასე შემდეგ. ხო, აი ეს მეშვეობით ჩვენ ვხვდებით თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეს სიტუაციები ჩვენ ცხოვრებაში. ამიტომ მისი უკან სასიკეთო დაბრუნება ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს სხვა ადამიანებს პოზიტივისკენ უბიძგებს. ხო, აი როგორ უნდა გამოვხატოთ მადლიერება? ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად გამოხატავს ამ მადლიერებას. ხო, ზოგს უჭირს მაგალითად პირისპირ გამოხატა ამ ყოველთვის, თუმცა ეხა უკვე ისეთი ტექნოლოგიები არსებობს, შესაძლებელია მესიჯები მიწეროთ, ან მესენჯერში გავუგზავნოთ ეს ყველაფერი და ასე შემდეგ. შესაძლებელია რაღაც სიმბოლური საჩუქრები ვაჩუქოთ. არ არის აუცილებელი რაღაც საჩუქარი ის იყოს რაღაც ბუმბერაზი, ხო? უთხრათ რამდენად ვაფასებთ ამ ადამიანებს, მოვიკითხოთ ისინი ვიყოთ ყურადღებიანი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია მადლიერების. მე ხა გამოგიგზავნით თქვენ პადლეტის დაფას და აგიხსნით ზუსტად როგორ უნდა გააკეთოთ ეს ყველაფერი. ჩატში არის. ჩატში გამოგიგზავნით ახლა ლინკი და გადავიდეთ ამ ლინკზე. როცა გადავალთ მითხარით და მე გავაზიარებ ეკრანს. გადავედით ლინკზე. თუ ლინკი არ იხსნება ჩატში, მაშინ ეს დააკოპირეთ ლინკი და ისე გადაიტანეთ Google Chrome-ში. ჩემთან არ იხსნება და ახლა გავხსნა. გავხსენით ყველა ლინკი. ჩამი ხმა თუ გასმით კარგად. კი, ისმის და მეც გადავდი ლინკზე. გადახვედით ხო ლინკზე. მე მაინც ავხსნი ზუსტად შეიძლება ვიღაცამ არ იცოდეს და ისე რომ არ დავტყოთ. გამოჩნდა ხო ეკრანი? კი, გამოჩნდა. აი, ქვედა მარჯვენა კუთხეში არის პლუსი, სადაც არ უნდა დააკლიკოთ. აი, გავხსნით ამას და გამოიტანს ფანჯარას. როცა გახსნით, მითხარით ყველა. გაიხსნა ფანჯარა? სამწუხაროდ ჩემი ტელეფონი არ ხსნის, რატომღაც. კი ბატონო, არ არის პრობლემა. შეგიძლიათ გაახმოვანო და მე ჩავწერებ იმაში. ვისაც ესეთი პრობლემა აქვს, შემიძლია მე ჩავწერო და შევაჯამოთ ეს ყველაფერი მე. ანუ, ჩამოწერეთ რისთვის ხართ მადლიერები. მაგალითად, სიყვარულისთვის, ღიმილისთვის, ბედნიერი წუთებისთვის, გერჩიდგომისთან. ეს ზოგადი სახე მაქვს ამ ყველაფრის მიცემული, თქვენ შეგიძლიათ სხვა რაღაცების დაანახოთ. ამას გავხსნი შეიძლება ისევე წერთ და
დავწერეთ ყველამ თუ ვერა? ბავშვებო, იქნებ voice ჩართოთ ხმები და თქვათ დაწერეთ თუ არა. კი ბატონო, ესეც კარგია. ვინც იქ ვერ წერს, შეგიძლიათ ჩატში დაწეროთ. ანი ხუნცარია წერს, რომ მადლობა ყოველი დღისა. კი ბატონო, ვისაც შეუძლია რომ ვისაც არ შეუძლია რომ პადლეტს დაწეროს, შეგიძლიათ ჩატში დაწეროთ ეს ყველაფერი და პოზიტივი გავაგზავნოთ. ასევე წერს ისევ ანი, რომ მადლელი ვარ, რომ ვარ ჯანმრთელია. კი ბატონო. პადლეტზე არ არის დაფიქსირებული თქვენი პასუხები. და ჩატში რამოდენიმე მოიწერა, არა უშავს. მაგრამ მაქვს კიდევ ერთი აქტივობა და რეალურად დღეს ისე გამოვიდა, რომ მარტო მე ვსაუბრობ და მინდა რომ ამაში ჩაერთოთ აქტიურად და ეხლა მე გამოგიგზავნით ლინკს. კი ბატონო. მარიამი, კატერინა. კი ბატონო. სანამ გამოგიგზავნით, შეგიძლიათ დაწეროთ. ხა, გიხსნით, მარიამს გავუგზავნეთ. ეხა გიხსნით, რაში მდგომარეობს ჩვენი ჩართულობა. მოკლედ, წერილი საკუთარ თავს მომავალში. ან ყველამ იცით ხო, ალბათ მომავალი მის შესახებ. ბავშვებო, ჩაერთეთ. კი ბატონო, პირველ რიგში მადლიერი ვარ იმის, რომ ჯანმრთელი ადამიანი მაქვს შეგუება ვისწავლო ინგლისური ასის ოცნება. კი ბატონო. თუ ეხა არ ჩაერთვებით ამ ყველაფერში, რეალურად აზრი ეკარგება იმას, რომ ეს აქტივობა შევასრულოთ. ეს არის აქტივობა იმისა, რომ დავწეროთ ჩვენი სამომავლო მოლოდინები, ანუ რა გსურს მქონდეს მიღწეული, როგორც წარმოგვიდგენია საკუთარი თავი. 5 წელი მიწერია პირობითად ზოგადად, ხო? თქვენ შეგიძლიათ თქვათ, ეხლა თუ ხართ მეორე კურსზე და თუ აპირებთ, რომ თქვათ 3 წელში რაღაცა მიზანი გაქვთ და მიღწეული გექნებათ მაგ დროისთვის, შეგიძლიათ დაწყოთ 3 წელი. შეგიძლიათ საკუთარ მომავალ თავს რჩევები მისცეთ, მოუყვეთ რა ეტაპზე იყავით, როცა ამას წერდით. როცა მიიღებთ ამ წერილს, არ აქვს მშობა რამდენი წლის მერე, აუცილებლად მოახდინეთ მოლოდინების შედარება თქვენს იმდროინდელ მდგომარეობასთან. თუ ის მიზანი იქნება დიახ გამარჯობა ლელა, მადლობა ესეთი მოხსენებისთვის. ანუ ამ წერილის შესახებ ცოტა ხნის უკან წინათ გავიგე და გავაგზავნე. ხო და ანუ 5 წელი მაქვს მითითებული და 5 წლის მერე რომ მომივა, იმედია რაც კი ჩამოვწერე და რაც კი აი ყველაფერი ახსენილი იქნება უკვე, თორე? ძალიან კარგი. მოდი დღესაც გავაკეთოთ ესეთი რამე და რაღაც ისეთი მიზანი, რომელიც გინდა რომ პარალელურ რეჟიმში გამოგივიდეს, ხო? თქვა რამოდენიმე წლის მერე და მე შედარება მოახდინე იმასთან დღეს რა მდგომარეობა გქონდა და იმ დროისთვის რა მდგომარეობა გექნება, ხო? და თუ თქვა არ იქნება შესრულებული, მაშინ ჩაეძიე, ხო? ჩაეძიეთ იმ მიზეზს თუ რატომ არ გამოვიდა ეს ყველაფერი და შეცვალეთ ტაქტიკა და იბრძოლეთ იმისთვის, რომ საბოლოოდ დასახული მიზანი იქნეს მიღწეული. მე ხა ჩატში ჩავაგდე ლინკი და თქვენ შეგიძლიათ ამ ლინკზე გადახვიდეთ. მეც გადავალ ხა და გაჩვენებთ რა უნდა ჩაწეროთ.
კი ბატონო, გამოჩნდა ხო ეკრანზე? დიახ, გამოჩნდა. კი ბატონო. ბავშვები, ცოტა აქტიურად იყავით ჩართულები და მე ბოლოს ველოდები თქვენგან რაღაც კითხვებს, რა გინდოდათ რომ დამატებით ყოფილიყო მოწოდებული თქვენთვის ინფორმაცია, რა თემაზე გინდოდათ დამატებით რომ მესაუბრე და ასე შემდეგ. შეანიშნავები და თქვენი ესენი მოწოდებები და უკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის რომ რეალურად უფრო დავიხოცოთ და უფრო განვითარდეთ, ხო? ეხლა მე გავხსენი ეს მომავალი, მე აქ შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენი სახელი. ელფოსტაში ჩაწერეთ ის მოქმედი ელფოსტა, რომელიც რეალურად იცით რომ შემდგომში გექნებათ, აუცილებლად და ეს არის მიღების თარიღი, მაგალითად თუ გინდათ რომ თქვათ 2025 წელს მიიღოთ აი მაგალითად მარტში გინდათ რომ მიიღოთ, აი 7 მარტს 2025 წლის 7 მარტს გინდათ რომ მიიღოთ და აქ მივხვდეთ წერილის ტექსტი, ანუ რა გინდათ რომ რა მიზანი გინდათ რომ მიღწეული იყოს, ხო, თქვათ რამოდენიმე წლის მერე. აქ არის მითითებული იყოს წერილი საჯარო თუ არა, მე გირჩევთ რომ ამ შემთხვევაში არ იყოს საჯარო და არა მიუთითოთ და ამ შემთხვევაში აქ არის მითითებული ის რომ ნამდვილად ადამიანი ხართ და რობოტი არ ხართ და იმით თქვენს ელფოსტაზე აგზავნით წერილს, იმიტომ არის აქ მითითებული ეს რამდენი 100 სიტყვაში მიუთითებთ 4-ს და შემდეგ გააგზავნით უკვე მომავალში და შემდგომ 5 წელი იქნება თუ რამდენი წელი იქნება, მოგივათ ეს წერილი. დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში გავაკეთოთ ეს ყველაფერი და მე შევაჯამოთ ჩვენი ვებინარი. როცა დაასრულებთ, შეგიძლიათ ჩატში პლუსები მოიწეროთ ან ხელი აწიათ, ან raise hand-ი, ან smiley გამოიყენოთ. კი ბატონო. დანარჩენებით რომ მოჩაბეთ, მოიწერეთ და შევაჯამოთ.
აი 1 წუთით და გავაგზავნე მე უკვე. გააგზავნეთ უკვე კი ბატონო. და მე შევეცდით. კი ბატონო. მადლობა. მოკლედ ეხლა რომ შევაჯამოთ ეს ყველაფერი, თუ კითხვები გაქვთ რამე, ეხლა ცოტანი ვარ დარჩენილები და თუ კითხვები გაქვთ ამ თემასთან დაკავშირებით ზოგადად, ან გაქვთ რაღაცა თქვენი кейსები, შეგვიძლია შევავსოთ ეს თემა და შემდგომ უკვე ბოლოსკენ წავიდეთ და შევაჯამოთ ეს ყველაფერი. მანამდე ეს გამოგიგზავნით და კი ბატონო. მადლობა ანი. კი ბატონო, თუ კითხვები არ გაქვთ ამასთან დაკავშირებით, მაშინ ახლა მე გამოგიგზავნით Padlet-ის ლინკი, სადაც უნდა მივხვდეთ თქვენი უკავშირი. მეც განმოვადა. გამოხატოთ თქვენი ემოცია თემის და ტრენერის მიმართულებით. ანუ ისევე უნდა გააკეთოთ, როგორც ადრე აღიხსენეთ. უბრალოდ ადრე როგორც გქონდათ დასაკლიკი აქ პლუსზე, იქ უნდა დააკლიკოთ და გამოვაფანჯაროთ და იქ შეგიძლიათ ჩაწეროთ. კი ბატონო. მოკლედ ძალიან მიხარია რომ დღეს
შეგხვდით. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა ორმხრივი ჩართულობა არ გამოგივიდა და ეს რაღაცა აქტიური ჩართულობა არ გამოგვივიდა, არაუშავს, მაინც ძალიან კარგია, რომ ამ თემას შევეხეთ და რაღაცა კუთხით მივიღეთ რაღაცა ინფორმაციები და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამ სიტყვებისთვის, რაც აქ დაწერეთ. და მინდა გისურვოთ წარმატება, მინდა გისურვოთ რომ იყოთ თავდაჯერებული ადამიანები, ბევრად მოტივირებული ადამიანები და ენდოთ საკუთარ თავს, იმიტომ რომ საკუთარი თავიდან იწყება ეს განვითარება და ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის. მოკლედ ამ ჩანაწერს გავაზიარებ ეს წამის თუ არის აქ. ორგანიზატორი თუ არის აქ, გავუგზავნი ამ ჩანაწერს, რომ მე შეიძლება ორგანიზატორი ახლა არ არის აქ, მაგრამ თუა შესაძლებელი ჩატში რა ჩავაგდოთ. კი ბატონო, ეს გაჩნი ახლა რამდენ წუთიანი, რამდენ საათიანია ეს, რომ მე მომიწევ შეიძლება ვიდეო რედაქტორით ამ ყველაფრის გაკეთება და გადავხედავ, ჩავიწერე ხამ ყველაფერს და მე თუ რამე მონიკას დაუკავშირდები და მონიკას გადავუგზავნი ამას. გადავუგზავნეთ და შემდეგ თავმჯდომარეს თვითონ დაუკავშირდეთ და თვითონ აწევს. კი ბატონო, კარგით, მაშინ დაგემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა. კარგად. პირიქით, მადლობა თქვენ საინტერესო შეხვედრისთვის. მადლობა თქვენ, რომ დამესწარეთ. ახვამდის.